ბულგაკოვი ამბობდა, რომ ქართულად რო თქვათ, რომ კაცი რო ღვინოსო და მithოვეთ 2 საათი პერიფრაზი რო გავაკეთოთ, ცოტა ძალიან ცუდი რამე იმალებაო. ხო და რა ვიცი, შეიძლება არ თქვეს, რომ ღვინოზე ცილაპარაკეს თორემ, ალბათ რომ შეხვდებიან. ხო, რომ შეხვდებიან. იქ საინტერესო იყო ის ამბავი რა, ძალიან სასაცილო, რომ არც ერთიო არ ბედავდა უკვე არა მეორე იმას ელოდებოდა კი, ყურმის რომელი დაკიდებდა. და შედაგირე, არა შედა. კარგი, დავიწყოთ მეგობრებო. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, როგორც ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გივრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ვაკა გორგილაძე. ვაკა, გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. მოწვევისთვის. ესე იგი, ეს ჩანაწერი კი ხვალ დაიდება, მაგრამ პრინციპში მაინც შემიძლია ვთქვა, რომ გუშინ იყო ეს ესე ვთქვათ წინა კვირას გაჩენილი მთავარი ინტრიგა აღსრულდა, ესე ვთქვათ, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა. ახალი ინტრიგა, რა თქმა უნდა, რჩება ფიზიკური შეხვედრა ამ ორი ლიდერის, ესე ვთქვათ. მაგრამ, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად ეს საუბარიც იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესს, რომ ვთქვი, რომ წინა კვირას შემდგარი ინტრიგა თქო, უბრალოდ დაანონსებული ინტრიგა თქო, გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმას სტამბულის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ეს საკითხი, რომ სატელეფონო საუბარი შედგებოდა ამ ორ ლიდერს შორის, ხო? ანუ მთლიანობაში მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში ცხადია, არც სტამბულის შემდეგ და არც ამ სატელეფონო საუბრის შედეგად არავინ ახლა რაღაცა განსაკუთრებულ გარღვევას არ ელოდა და არც მომხდარა, ესე ვთქვათ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერმა თქვა, რომ რაღაც კარგი საუბარი იყო მათ შორის და აი შენ შესავალში რო თქვი, რომ ტელეფონის დაკიდებას კი რაღაცა გართულდა ბოლოს, რომელს უნდა გაეთიშა. ამის მიუხედავად, ორივე მხრიდან შეეფასება ასეთი იყო, რომ კარგი საუბარი. აი ეს ნაწილი რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ეს არის საინტერესო. ამ 2 საათიდან, ხო? 2 საათი. 2 საათიდან რამდენი ხანი ვერ თიშავთ? მე წინაზეც ხარ გეთახმები ხოლმე დავიტოვ, აი შენ რო თქვი, რომ გარღვევა არ მომხდარავ და აი მან ცოტა ოდნავ შეგეკამათები. ხო, აი საინტერესოა, კი, იყო თუ არა გარღვევა, არა, ეს ერთი მომენტი სად უნდა მოხდეს ეს გარღვევა, აი, მაგრამ აი თლიანობაში. მეორეს მხრივ რა არის გარღვევა? რა შეიძლება იყოს გარღვევა? ფაქტი არის, შეიძლება შევაფასოთ როგორც გარღვევა, ეს ორი დელეგაცია პირველად დასხდა პირისპირ 22 წლიდან განმავლობაში, ხო, 3 წლის წინ იყო ეს სტამბულის. მაგრამ რას გულისხმობ, აი კითხავ, აბა შეიძლება გაიხსენო ჩვენ ახლა ნელა რო მიდის პროცესი რაღაცა ვეჩვევით და მე ვეღარ მაგრამ ერთი ზუსტი აბა გაიხსენე შენ ჩართული ხარ ამ პროცესში და შევშუქებ. აი შარშანდელი ვთქვათ ოქტომბერი და დღევანდელი, აბა ეს ორი რეალობა დედამიწაზე შევაჯეროთ. არის თუ არა ეს სრულად, სხვა გემი მოგეხსენება 7 მილი ხარ მედიტარო 7 თუ 10 მილიონი დაურო დაამოხრჭოს და მე რო უკან წავიდეს და სოფლიო იყო იქ სხვა რეალობაში და ეხლა ეს წარმოვიდგინოთ ჩვენ. ანუ რას ვაუფრო, არ ვგამართობ ჩვენ, მაგრამ გარღვევა შეიძლება ეს მომენტი არ არის და ეს არც დადგეს რაღაც ესეთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის უკვე სოფლიოში და ეს უკვე იგრძნობა, იმიტომ რომ ტრამპმა ქნა თუ რეალობა მქნა მიაჩვია ხალხი, რას იცი რომ აღარ არის ისეთი შიში დიდი მსოფლიო ომისა, რომელიც თუ რეალურად, ატომურ ომზე ვლაპარაკობთ ჩვენ აგერ გაიხსენე, ხო? აი ჩვენ ერთად სხდად ვარ და გვილაპარაკიან, ისევ ვლაპარაკობთ, გეგონება მართლა პამედრის მოსავალზე ტაქტიკური ატომური ომი, გეგონება ეს ტაქტიკური ომი თვითონ. ხო, გამოიყენებს თუ არ ტაქტიკური ბომბი არის 10 ხელა ვიდრე ეს ბირო გამოიყენეს იაპონიაში. კი ბატონო. ხო, აი ასეთი არა, აბსოლუტურად გეთახვები ამაში, ანუ კონფლიქტის ესკალაციის პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა. აქ ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე უკვე არც დასავლეთი და არც რუსეთი აღარ ლაპარაკობს. ის კი არა ორეშნიკიც დაივიწყეს თითქოს და ის ფაქტი, რომ აქ არის საუბარი დაწყებული დეესკალაციაზე, აი ზელენსკის პოზიციაც გავიხსენოთ. ჯერ კიდევ 3-4 თვის წინ ახლა ოქტომბერში რო არ წავიდეთ ახლა რაღაც. ის საუბრობდა რომ არანაირი მოლაპარაკება.
არანაირი დათმობაზე, არანაირი ცეცხლის შეწყვეტა, ვინაიდან ეს რუსებს აწყობთ. ეხლა აი სარკისებურად არის შესული ვითარება. ხო ეს ჩვენ მივიწყებთ ამას თითქოს. კი, რა თქმა უნდა, ნუ ადამიანი ყოველთვის ძალიან მარტივად იბრძვის. ზელენსკის აკრძალული აქვს დღემდე მოლაპარაკებები თავისი ეს ძალიან ბრძანებით. სასაცილო ვითარება, ანუ გაურკვეველია, ვის აუგზავლა. თითქოს და საკუთარ თავს, მაგრამ თვითონ ამბობს საკუთარ თავს ხო არ მაშინ სხვებს თუ აუგზავლა, სხვებს რა უნდა სტამბულში. ეს ბრძანება, რომელიც არის მიღებული ამ უშიშროების საბჭოს მიერ, რომელიც ძალიან გაურკვეველი და ძალიან გაუგებარი ინსტიტუცია, ვინაიდან ამ ორგანოს გადაწყვეტილებების მიხედვით სანქციებსაც აწესებენ საკუთარი მოქალაქეების მისამართით, მაგალითად აი პოროშენკო არის დასანქცირებული, იქ ნუ არესტოვიჩი და კიდე ბევრი ადამიანი, ესეც უპრეცედენტო პრაქტიკაა, როდესაც ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე იღებს ესეთ სანქციებს. რაც შეეხება კითხვას, კითხვა რა იყო? კითხვა არის, რომ რა არის შედეგი? შენი აზრით, ეხლა ამ წუთის მონაცემებით რა არის შედეგი? ვერ მივედი კითხვამდე. შედეგი არის ის, რომ თვითონაც ანუ შედეგი არის ის, რომ ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს. ანუ პესკოვის, უშაკოვის და ეს დმიტრიევი რო დანიშნეს ახალი ეს კირილ დმიტრიევი, ხო? ხაზგასმით იქ რა შეტყობინებებია. ანუ პუტინმა მაგალითად უთხრა მადლობა ამ ძალისხმევისთვის, რომ აი ესე გინდა რომ სამშვიდობო იმას რაღაც მივაღწიოთ. უშაკოვი და პესკოვის ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს კონტაქტები ამერიკულ მხარესთან ჩვენ არ გაგვაჩნდა, ხო? იყო რაღაცა იქ პარალელური სხვა, მინიმალური კომუნიკაცია, ну ეხლა იმ რაღაც სატელეფონო მოლაპარაკებებზე და პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ზედმეტი იყო. ამერიკულ-რუსული ურთიერთობები დეგრადაციას განიცდიდა და მოკლედ აი ეს იყო ძალიან ლამის დედის გინების რეჟიმში იყვნენ პირდაპირ ხო, ნუ პირდაპირ ამობდა ის არის მკვლელი, პუტინის რაღაც თითქოს და ხუმრობით პასუხობდა, მოკლედ, მაგრამ ეს დაძაბულობა მოიხსნა. ეს ერთი შედეგი. მეორე შედეგი არის ის, რომ შეხვდნენ და ელაპარაკებიან ერთმანეთს. და სხვათა შორის მოდერაციას ეწეოდნენ ეს თურქები და ის რაც თურქული ხარისგან არის ცნობილი, მოულოდნელად კონსტრუქციულად ექცეოდნენ. ანუ იქ არ იყო რაღაც ისტერიკები, აგრესია, ვერბალური, მით უფრო ეხლა ნორმალურად, მოკლედ, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ესეც არის ანუ იმედის მომცემია. ის ფაქტი, რომ 1000 კაცი გაცვალეს, ხო, ორივე მხრიდან, ხო, ესეც პოზიტიური ნიშანია. ის რომ შეთანხმდნენ იმაზე, რომ გააგრძელებენ, ესეც პოზიტიური ნიშანია. ამდენად ტრამპის ძალისხმევა რაღაც შედეგს იღებს. რა თქმა უნდა, ის ვერ მოაგვარებდა ახლა ვერც ერთი დარეკვის, ვერც ერთ დღეში, თვითონაც აღიარა, რომ ეს ბევრად უფრო რთული კონფლიქტია, ვიდრე მას ეგონა და ამ 2 საათიანი მოლაპარაკების შედეგად კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს პრობლემა ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიების პრობლემა, ან ეს არ არის იმდენად კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთს შორის და ალბათ ამის ახსნას ცდილობდა პუტინი მასთან საუბარს, მაგრამ ეს ხო სასაცილოა. ეხლა ჩვენ უყურებთ ამ პროცესს, რომ ამერიკელი არის მოდერატორი კონფლიქტში, რომლის ინსპირატორი თვითონ არის და რუბიოს ციტატა რომ მოვიყვანოთ, უკრაინა არის პროქსი ქვეყანა. ჩვენ ვეუბნებით დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები ვეუბნებით რუსეთს და უკრაინის ტერიტორიას ვიყენებთ როგორც პროქსი ტერიტორიას. უკრაინის სახელმწიფოს ვიყენებთ როგორც პროქსი ინსტრუმენტს. ამდენად არის პოზიტიური დინამიკა, ძვრები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია რუსეთის ნების, რუსეთის მიზნების იგნორირების ხარჯზე ეს არ მოხდება. იცი ის კითხვა მინდა ნახეთ აი მაგალითად ორივე თქვენი პოზიცია რო გამოხადოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
რამდენიმე კვირით ადრე ტრამპს აქვს გაკეთებული განცხადება და ვენსაც რომ შეიძლება გავიდნენ ისინი ამ პროცესიდან, ხო? ანუ დაანებონ თავის საერთოდ, იმიტომ რომ თუ მხარეებს არ უნდა შეთანხმება, მაშინ ჩვენი ადგილი აქ არ არის და გავდივართ. არ გიჩნდებათ განცდა, რომ პუტინი ეხმარება მას ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რატო? იმიტომ რომ გუშინ მაგალითად საუბრისას იმის მიუხედავად, რაც ახლა შენ თქვი, რუბიოს ის ფრაზა პროქსიუმთან დაკავშირებით, პუტინმა მადლობა გადაუხადა მოდერაციისთვის და მისი გაწეული ძალისხმევისთვის უკრაინასთან ურთიერთობის ნაწილში. ანუ პუტინმა რეალურად ის თამაში გააგრძელა, რა თამაშიც ტრამპს აწყობს, რომ ეს არ არის ტრამპის ომი, ეს არის თქვა ბაიდენის ომი, ევროპის ომი, ასე შემდეგ, მაგრამ ტრამპის არ არის. და ტრამპი აქ არ არის მხარე. და ამ თამაშში შეყვა პუტინი თითქოს მას. ყოველ შემთხვევაში რიტორიკის დონეზე შეყოლილი. ანუ მეტიც რომ დავაკვირდეთ, მიუხედავად ტრამპის თქვა რაღაცა მომენტებში ესეთი ხისტი გამონათქვამებისა, რომ რაღაცა იმედგაცრუებულია. ხო გახსოვთ ეს განცხადებას პუტინზე რომ თქვა, რომ იმედგაცრუებულია, მე თქვა, რომ აი რაღაცა მე მგონია, რომ არ უნდათ და რაღაცა ასე შემდეგ. ამ მიუხედავად ამ ხისტი განცხადებებისა, პუტინს არც ერთხელ რეაქცია არ მიუწია ამ ხისტ განცხადებებზე. არც ერთხელ, ანუ არაფერზე არ გამოეხმაურა მის გავსე, მხოლოდ პოზიტივს აღნიშნავს ხოლმე, რომ აი ტრამპი რაოდ ცდილობს, რომ რაღაცა დაალაგოს თემა და ასე შემდეგ. ანუ თითქოს ეხმარება ტრამპს, რომ ის გავიდეს ამ პროცესიდან. აბსოლუტურად სწორია ეს, თუმცა აქაც ორი მოსაზრება. ერთი მოსაზრება არის იმაში მდგომარეობს, რომ თლად გასვლა არ უნდა. ვინაიდან დარც და ბევრს არ ჯერა რომ ამერიკა შემთლიანად გავიდეს. რიტორიკის დონეზე შეიძლება თქვას რომ კი ბატონო თქვენ არ გინდათ ამ მშვიდობის დამყარება, გაქვთ რაღაც ერთმანეთთან ღრმა პრობლემები, პერსონიფიკაციასაც ახდენ და ტრამპი რო ერთმანეთს ვერ იტანენ ისე ფიზიკურად და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რიტორიკის დონეზე შეიძლება მართლაც თქვას რომ და პასუხისგებლობა აიცილოს, ანუ ის რაც მოხდება, ხო თქვენ შორის, ეს არის უკვე თქვენი პრობლემა, მე შევეცადე გავაკეთე ყველაფერი ამისთვის რომ დაგემყარებით, მაგრამ და აწე ახლა ევროპელებმა მიხედონ ამ ანუ ამორჩევლის წინაშეც გამოჩნდება, ახლა აქ ხო ელექტორალური ლოგიკაც არის, ხო? რიტორიკის დონე, მაგრამ მე არ მჯერა უბრალოდ რომ ამერიკელი მთლიანად გავა, ანუ რას ქვია, გავა დაზვერვის ინფორმაცია, ის რასაც იღებენ ამ თავისი სატელიტების მეშვეობით, ის რასაც ავაქსი რომ დაფრინავს იქ და აწვდის ამ ინფორმაციას, ეს არის უნიშნელოვანი სტრატეგიული არნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის იარაღი, რომელსაც აწვდის ამერიკის შეერთებული შტატები. სხვა იარაღს რაც შეეხება საარტილერიო სისტემებს და ასე შემდეგ, ევროპას ის რესურსი არ აქვს. ევროპას კი არა, ევროპას და ამერიკული რესურსი ერთად აღებული, აი მაგალითად ჭურვების წარმოებაში აგებს რუსეთის წარმოებას. ჩრდილოეთ კორეასთანაც კი აგებს. ესე იგი, ჩრდილოეთ კორეას ახლა პრინციპში არა, ჭურვების წარმოებაზე ის ინფორმაცია და თავისუფლად შესაძლებელია ხა კორეელებს სხვა რა საქმე აქვს, ხო? ეს აქვს და ამიტომაც ესე იგი ეს დახმარება, რომელსაც უწევენ რუსებს ამ ჭურვების. ნუ თვითღირებულებაშიც ხო არის ახლა ამერიკული, ევროპული ჭურვი ღირს 6-დან 800 ევრომდე და ეგ რუსეთში უჯდებათ რაღაც 100.000 რუბლი მაგალითად. თუ 1000 რუბლი. კორეაში ეგეც არა. დაახლოებით ასეც იქნება. ანუ აქ რო ის რო ავიღოთ. ამდენად ეს გაგზელდება, რა თქმა უნდა, პუტინი, ხო ჩვენ ხო ხვდებით ახლა პუტინს ჩვენ ვადევნეთ ალყურს ვართ ამ პოლიტიკაში, რაღაც ვაფასებთ ამ პროცესებს. ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის კომუნიკაცია, ხო? და ინდივიდუალური მიდგომა, ანუ განსხვავებული და მერკელმა თავის მემუარებში აღწერა და ესე იგი რბილად რო თქვათ, ესე წუხარები, წუხილით როგორ იყენებდა მისი სუსტეებს და ასე შემდეგ. ამდენად აქაც
მას მიაჩნია რომ და ამაში მართალი არის რომ ტრამპსა და პუტინს შორის ბევრად უფრო კომპლიმენტარული დამოკიდებულება ვიდრე მაგალითად ტრამპსა და ზელენსკის შორის რომ ფსიქოლოგიურად ისინი ერთმანეთს უფრო გაუგებენ არა იმიტომ რომ ძალიან ბევრი იწერება მსგავსებაზე ტრამპისა და პუტინის შორის მე არ ვიღებ ამას მე მგონია რომ აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიური ტიპაჟია უბრალოდ პუტინი ცდილობს და აღწევს ჯერჯერობით იმას, რომ ის ბევრად უფრო დამაჯერებელია ტრამპისთვის, როგორც მომლაპარაკებელი, როგორც ოპონენტი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ხო? შეიძლება მსგავსება იყოს ავტორიტარულ დამოკიდებულებაში ტრამპს აქეს მე მგონია რომ უფრო იმაში რომ რეალ პოლიტიკოსია და რა თქმა უნდა რეალ ვინაიდან ნუ ეხა ზელენსკისთან მიმართებაში 2 დღის წინ ისე ვთქვა რომ ეს ჩემზე კარგი ვაჭარია 60 მილიარდ დოლარს ნებისმიერ ჩემზე კარგი ვაჭარი კი არ არის თვით ამაზე თქვა რომ ეს არის საუკეთესო ვაჭარია და ძალიან დადებით კონტექსტში არა თქვა რა და ჩემზე უკეთესი არის 2 დღის წინ თქვა ანუ ეს ადრე ხო ამბობდა რომ ეს აბაზე დიდი ვაჭარი 60 მილიარდით ნაკლებით არ წასულა არ წასულა ხო და იქვე გაგახსენებ რომ თქვა რომ იქო 340 მილიარდიო და საწავიდაო კიდე კაცმა არ ვიცითო იქვე მიაყოლა ეგ არ არის უბრალო თქვათ კონგრესი კითხულობს, სად არის ეს ფული? ეს სიტუაციას ერთი მაედნის საფუძველია ეს ერთი წინადადება ეგეთი. თან იმედი ქონდათ რომ ეგ შეთანხმება ამ იმის რა ქვია მაგას წიაღისეული შეთანხმება ამ თემას დაასრულებდა ამ ეგრეთ წოდებული თანხის მიცემის თემას დაასრულებდა და აღარ მოსთხოვდა ამერიკა ამ თანხის საკითხს, მაგრამ არ შეძლო. მაგრამ საქმე ის არის რომ ის წიაღისეულიც ასევე უნდა განვიხილოთ როგორც პოლიტიკური რიტორიკის ელემენტი, ისევ ელექტორალური ლოგიკა. ამერიკელებს დაანახა რომ აი ეს ბაიდენმა რო დახარჯა იქ თან რატომაც მეორეს ამ 300 მილიონს რომელიც არ დაუხარჯავს, მაგრამ აი მე რაღაცა ამოვიღე. იქ სხვა პრობლემაა. მანამდე იყო ზელენსკისა და ბრიტანელებს შორის გაფორმებული ეს 100 წლიანი შეთანხმება. და როგორც ამბობენ, ხო, რაც თავარია, ორივე ამ ხელშეკრულების ამერიკელების და ინგლისელების მიერ დადებული ხელშეკრულებების დანართები არის გასაიდუმლოებული. არავინ არ იცის რა წერია. მაგრამ არის ეჭვი, რომ ის წიაღისეული რომლის მოპოვებაც ბევრად უფრო გამარტივებულია, ვინაიდან არსებული ინფრასტრუქტურა არის და ასე შემდეგ საბჭოეთის დროს ამუშავებდნენ, არის გადაცემული ბრიტანელების სასარგებლოდ. და მეორე ეჭვი არის იმაზე, რომ ის ხელშეკრულება, რომელიც არის გაფორმებული ამერიკელებთან, ის არა მხოლოდ წიაღისეულს ითვალისწინებდა, ის ითვალისწინებდა მათ შორის ინფრასტრუქტურას. აი მაგალითად ერთი კვირის წინ შვეიცარიაში აღარ მახსოვს კანტონი გაიმართა სასამართლო და ამ სასამართლოს უნდა დაემტკიცებინა განაცხადი, რომელიც გაკეთებული იყო ერთ-ერთი ინვესტორის მიერ და ის ინვესტორი მკაფიოდ ახდენდა ინტერესს გამოხატავდა ჩრდილოეთ ნაკადების შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ სასამართლოსაც შესაბამის კომპეტენცია გააჩნია, მოიწონა ეს. ანუ ეს ანონიმური ინვესტორი, დიდი ალბათობით ამერიკელი, ემზადება იმისთვის, რომ ეს 2 ნაკადი შეისყიდოს. ჩრდილოეთ ნაკადი. იქვე უშლუქში იამალის აი ამ იმაზე მიდამოებში არის რუსული გაზი, ძალიან მარტივად კეთდება, ხო? გაზს ყიდულობ, ატარებ ამ მილზე და უკვე შენს გაზს, არა რუსულს, ყიდი ევროპელებზე. ამდენად ის რომ აი ეს ნიშანიც არის და ეს ინფორმაციაც გავრცელდა მეტყველებს იმაზე რომ მთავარი აქტორები, ვინ არის მთავარი აქტორი? მთავარი აქტორია ამერიკის შეერთებული შტატები და მთავარი აქტორი ამ შემთხვევაში არის რუსეთი. ახლოს არიან შეთანხმების დადებასთან. უბრალოდ პუტინი ვერ დაამთავრებს ამ ომს სანამ ბოლომდე არ დაიკავებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიას, ხერსონის ტერიტორიებს. მინიმუმ. მე მგონი უკვე მაქსიმუმ. თუ
თუ არა მე გეტყვი მაგრამ მინიმუმს კატეგორიები ეს მინიმუმია არა ეს მინიმალური მოთხოვნა რა თქმა უნდა უბრალოდ კონსტიტუციაში არის ეს და გარდა ამისა მაგრამ ოდესა ეხება დახსოვებული მაინც ეს ოდესა ხო ნაკინ ახსენებია ნუ ეს ხო პირველი სერიაა ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ანუ სიმბოლურად მაგალითად ამის აღიარება რომ ეს არის რუსეთის ამის ფაქტის კონსტატაცია შეთანხმების დადება ეს ხო სიმბოლურად ევროპის დამარცხებას ნიშნავს აი ტრამპი ამას ცდილობს არ გაიგივდეს ეს დამარცხება ევროპელებთან ანუ ჩვენ ვართ ცალკე ზუსტად ევროპა უნდა დამარცხდეს და რა ევროპა უნდა დამარცხდეს და ევროპა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მაშინ დგას ეჭვის ქვეშ ევროპული უსაფრთხოების სისტემა და აქ უნდა გავიხსენოთ მეორე ტრამპი ან რუბიო ან ვენსი ხშირად ამბობენ რომ ნატო არის ატავიზმი ნატო არ ასრულებს ამ ფუნქციას რა გვინდა ამდენი ჯარისკაცი ევროპაში ეს ევროპელები არ ხარჯავენ თავდაცვაში აი 2%-საც ვერ ხარჯავენ ეხლა გაუზარდეს 5%-ამდე 5% ყველა ნორმალური ადეკვატური ეკონომისტის განგარიშებით ნიშნავს ევროპის ეკონომიკის კოლაფსის დაჩქარებას ვინაიდან არის ისედაც გაზრდილი ეს თანხები, აი ახლა ამ 800 მილიარდიან პაკეტზე საუბრობენ და ისე რემილიტარიზაციაზე იქ საწყალეს მერცი წვალობს რომ რაღაცა 32 წლისთვის ჩვენ ველოდებით რაღაცას რუსეთის მხრიდან და ასე შემდეგ. თუმცა ამერიკელებმა ახაც დაამთავრეს ესა თქვეს რომ ჩვენი დაზვერვის ინფორმაციის თანახმად რუსეთი არ აპირებს არანაირ კონფლიქტში ჩაბმას, ვინაიდან ეს ლოგიკას მოკლებულია. კი ბატონო. ვასიკო, ნახე როგორ რაღაცა ის თემა მინდა გავაგრძელო ტრამპის გასვლასთან დაკავშირებით. ანუ ჩემი კითხვის ლოგიკა რას ეფუძნება? ერთი რომ თავად აქვს ეს ნათქვამი, ეს გავიგეთ. მეორე რომ ამ მოლაპარაკებით და მათ შორის ტრამპი პუტინის საუბრით გარკვეული თვალსაზრისით გუშინაც გამოჩნდა ზელენსკის განცხადების საფუძველზე, მერე რომ განცხადება გააკეთა ამ საუბრის შემდეგ რომ განცხადება გააკეთა, რომ ეს ამ მოლაპარაკებებს არ აქვს რესურსი ეს კონფლიქტი ამოწუროს, იმიტომ რომ ერთი მხარე ითხოვს აი 4 ოლქიდან გაყვანას, რუსეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში ჯარების დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას და ასე შემდეგ. მეორე მხარე ამბობს, რომ ნატოში ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ არის სავაჭრო თემა. ამას არ დავთმობთ რა და ამ ევროპელები ამ მის ამ პოზიციას აწვევიან ბოლომდე. და მესამე მხრივ გუშინ ამ შემდგარ საუბარში კიდევ ერთხელ გაჟღერდა რომ აი მოუთმელად ველოდებით როდის აღდგება ვაჭრობა რუსეთსა და ამერიკას შორის. და ეს ეკონომიკური კავშირები და თავარია კონფლიქტი დასრულდეს, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. და კონფლიქტი ტრამპსა და პუტინს შორის შეიძლება დასრულდეს ომის დაუსრულებლად, ხო? ამერიკასა და რუსეთს შორის ესე ვთქვათ. ამერიკა აღარ არის მონაწილე ამ კონფლიქტის. კონფლიქტი თავისთავად გრძელდება და ჩვენ აღარ ვართ ამ მონაწილე ამ კონფლიქტის, გავდივართ და მე ჩვენი საქმე გვაქვს. არქტიკაში გვაქვს საქმე, რომელიც პირველივე შეხვედრა გაჟღერდა. ახლო აღმოსავლეთში გვაქვს, იმიტომ რომ აი ეს რა ქვია მაგას, ვიტკოფი დადის აქეთ იქით და ასე შემდეგ და ეს მთელი ეს კონფიგურაციაა და თან ძალიან ისეთი მომენტია რომ აი რა ვიცი ახლა გააგზავნონ ევროპელებმა ეს ბრძოლა თუ უნდათ მე მივდივარ და რაც შეეხება იმას რაც თქვა ვაკამ რომ სადაზვერვო ინფორმაცია არსებობს ესეთი სისტემა 5 თვალის სისტემა რომელშიც ამერიკელებიც არიან სადაც შეუძლიათ ინფორმაცია მისცემა თქვა რომ უკრაინელებს კი არ ვაძლევთ იმ 5 თვალის სისტემაში ვაძლევთ ამ ინფორმაციას და ბრიტანელებს თუ უნდა ვისაც უნდა იმას მისცენ ახლა შეიძლება შეუზღუდონ კანადას უზღუდავენ ახლა ხო ხო, არა, ეგ შეიძლება, მაგრამ თლიანობაში ვამბობ რა, ანუ უკრაინელი ვერ გამოიყენებს კი. თლიანობაში ვამბობ, რომ მე პირდაპირ უკრაინელებს კი აღარ ვაძლევ ამას, მე წავედი, მე ვაძლევ ამ სისტემას. ხო, რა, სისტემას ვაძლევ და სისტემა ეხა მე როგორ ანაწილებს, ეგ მისი გადასაწყვეტია უკვე, მე მაგაში აღარ ვერევი. მე მოვრჩი ამ ყველაფერში ურთიერთობა. აი შენ დარღვევა გიპასუხებ ახლა, გიპასუხებ რა ჩვენ ვარაუდობთ, ხო? ვარაუდობთ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის აი დიდი მსოფლიო ჭადრაკიდან ჩვენი ქვეყნის სამართალ ინტერესებს რომ აბა რა იქნება და მაინც უნდა ვიფიქროთ ახლა ადამიანები ვართ. ვაკავი ხა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვა რაცა რომ პუტინს კი არა როგორც უნდა ისე იყოს და მას ტრამპს სრულიად ეგ არ გინდა გარღვევა დავარქვა ტრამპი ამასობაში აი ოქტომბერს შევხედოთ გაემიჯნა მას და თვითონ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაგებული იყოს ამას მე ყველა ვარიანტი უნდა ვიყო მოგებული აქედან და ამ ჩაწოდებას პუტინი პასუხობს.
პუტინი პასუხობს, რომ მე ჩემსას მივიღებ, იმიტომ რომ პუტინიც არ არის შოკოლადში, ხა ყველა მეცი და ხლა ესეთი რა, როგორც არ უნდა ილაპარაკოს, ახლა ომი რუსეთს კი არა, ასი რუსეთის შესაძლებლობის იმას მოინელებს, ახლა ომი და მასაც უნდა დასრულებო, მაგრამ ხვდება, რომ ტრამპს ეს უნდა, რომ თეცხეზე ნაკლებით, ამიტომ აწყობს. მაგრამ ევროპა აი გუშინდელი ფრაზა რო ვთქვათ. და მე მინდა ახსნას. გუში მე მაგალითად ძალიან ქვე ტექსტებში ვარ წახვიდე ძალიან ღიად იკითხებოდა თუ მე არ მომეჩვენა დაბანახეთ ტრამპა თქვა რომ ეს არის წინსვლა ამბავი და მე იმედი მაქვს მე ერთი წუთი არ შეგაქვს ამაში ეჭვი იმან პუტინმას თქვა და ტრამპა თქვა ესენი უნდა დაждდა და მარტო უნდა ილაპარაკონ იქ არავინ ხარ მომეჩვენა იქ ამას ხა და ასევე რო იტყვიან ახლა მოლაპარაკება რაღაცა პატარა ქვეყანაში კი ვართ ჩვენ ხო გვაქვს რაღაც გამოცდილება და იმ წუთშივე ძალიან ესეთი მოწყენილი ნაღვლიანი განწყობა მიცეს ევროპის ლიდერებმა რომ ესო რაღაცაო ეს არ გვინდა ესეთი შტაბი-ჩილება დაგვრჩესო და რაღაცა მაგრამ ტრამპი ამბობს ეგეთ რამეს რომ თავარი მონაწილეები ხიათ აი ოქტომბერი რატო ვახსენე პირობითი ოქტომბერი ოქტომბერში იყო აი რო იტყვიან ხმალი ამოღებული და ამერიკა წინ მიუძღვის და სოფლიო სამართლიანი მოვდა დამყარდეს და მათ შორის საქართველოსშიც ასე თუ ისე ამ განწყობას ახმოვანებდნენ ჩვენი სახელოვანი ექსპერტები მე სახელოვანს სულიად დაუფარავად ლაპარაკობ ირონიით ეს მინიმუმ არის იმიტომ რომ ამ ექსპერტებმა ეს ხაერზე არ არის და შეძბერჯიგისებია მოახერხეს მაინც გარკვეული ტვინების გამორეცხვა და ესე თლათ ყოველთვის სიტყვის თავისუფლება მithuete სამხედრო სფეროში არ არის სიტყვის თავისუფლება და არც მარტო რეგნობა არ არის შეიძლება დანაშაული სიტუაციაც იყოს არა იმიტომ რომ როდესაც შენ ესე იოლად არწმუნებ ესე იგი ქვეყანას და ფაქტობრივად სამხედრო სფეროზე საუბრობ ხო სამხედრო სფეროში არასწორი ინფორმაციის მოტანა დაჟადია ეს ესე არ არის და შენ რო ხლა ესე იოლად ლაპარაკობ ჟანგიან ტანკებზე და რაღაცეებზე არ ცოდვა დღეს აღარ მუშაობს ხო არ ცოდვა შენთვის რო ხარ და შენთვის რო ხარ და ხოცა ამას არ წუნებ რომ იქ ჟანგიანი ტანკები და შენ ეს კარგად იცი და ამ დროს ახლა აწუნებ იმ ადამიანს რომელიც არ ფიქრობს რომ კაცო თუ ტრამპი უწევს ჟანგარის და ტრამპს შიშის თუ არ ვიტყვით ფთხილობს და იქ ფთხილობს ეს აღარ მინდა ეს ვინც არის ეს რო არ ფთხილობს მაგრამ ამას დავანებოთ თავი ეს თემა არის და ნახეთ ტრამპი ამას ამბობს რომ ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ ისე როგორც უნდა გამოვიდეთ ევროპის აზრი აღარ არის საინტერესო ახლა მე რა მინდა ერთ წუთი უკან დავბრუნდეთ რა რეჟიმში ვართ ხა ჩვენ მეორე სოფლიო ომის იგი სოფლიო წესრიგს რო ვამბობთ რომელიც შეიძლება ზოგმა ჩვენთან დაიჯერა რომ სადღაც არის სოფლიო წესრიგი და პლუს სოფლიო სასამართლო რომ თავარია მართალი იყო და მე იმისი არ იყოს ფეხბურთი რომ შემოიღეს ახლა მივლენ გადახედავენ და მე პედალს დაგინიშნავენ და ჩვენ ისე გავიხარებთ რასაკურველის ესე არა სოფლიო ომის წესრიგი რო შეიქმნა ის შეიქმნა ძალთა ბალანსის აი პოლიტიკური გრავიტაციით შეიქმნა მიზიდულობით თუმცა გაგრძელდა ცივი ომი ხომ ამას არ ეს რაღაცა წესები ეს არ ნიშნავდა რომ ხომ მოილაპარაკეს და დამთავრდა და ეხლა ცუდა ვიცოდეთ რა დროს ეს პროცესი არ დამთავრდება როგორია რომ ხა მესამე მსოფლიო წესრიგი შეიქმნა ეს არ მორჩება გაგრძელდა და არ გამერე ნავთობის ფასი იყო თუ რეიგანი იყო ეხლა ამაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ ეს საბჭოთა კავშირისთვის კარგად არ დასრულდა და დამარცხდა იმ წესრიგის ფონზე ნაბიჯ ნელა ასე შემდეგ და ის ტერიტორია ჩვენ მაშინ ახლა ამას რომ ვიმეორებ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენ როგორ გვეგონა აღიარებულია გაეროს მიერ ესე ვთქვათ აი ეს არის ეს ჩვენ ხო ვითარდებოდით და ეს რაღაცნაირად იყო რომ ჩვენ გვეგონა რომ ეს რელიგიური დოგმატებია თუმცა რელიგიურ დოგმატებსაც გადახედა კაცობრიობა და ისიც არ არის ბოლომდე იმის გარანტი რელიგიური დოგმა რომ ეს არ შეიცვლება მithumetes პოლიტიკაში და mithumetes ჩვენ რა გავიდახეთ ახლა აღარ გვინდა მარტო კოსოვო და რაღაცა რომ ტერიტორიული მთლიანობაც ესე ვთქვათ ეგეთი სიტუაცია არ არის კაცი არ არის ხელშეგეონები კაცი არა შენი პატრონი შენ თუ არ მიხედავ შენ თავს იმიტომ რაღაცა წესრიგი და გაეროს რეზოლუციაში წერია სხვათა შორის არც ცუდის და არც კარგის ნიშნად არ ვარ მაგრამ მივახცევთ რომ ტრამპის მოსვლა პირდაპირ თქვა რომ ახალი სოფლიო წესრიგი იწყება და ასე კი რომ შევხედო როგორ გადაწყდა დანია კანადა მექსიკა ესე იგი ნიშნავს რომ აქ ამბები სხვანაირად არის მე თქვა რომ მე მოვედი ჩემი ინტერესებით ჩემი ხა შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეს შეიძლება ნაკლები ბუნებრივია მას თავისი мотиваციებია ჩვენ შეუძლებელიც კი არის რომ ეს ვიცოდეთ ეს ყველაფერი იმიტომ კი არა რომ გონება ნაკრულები ვართ შეიძლება რაღაცა კი ბატონო ირონიულად ესე ვთქვას მაგრამ ჩვენ ამდენი ინფორმაცია უბრალოდ არ გვექნება რა мотиваციაა მაგრამ სრულიად ღიად გაიხსნა კარტები და ითქვა რომ
ეს ახალი, ის ძველი წესრიგი აღარ იქნება. რაღაც ახალი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ასევე გაგრძელდება თავისი ქვედადინებები. ამ დინებაში ამერიკამ თქვა, რომ მე ვიმოქმედებ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით. ეხლა არც იქ არ შევდივარო, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ არ უნდა, იმიტომ რომ აკიდება არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ დავინახეთ, რომ ევროპას უნდა სულ ყოფილიყო კონფლიქტი და ყოფილიყო, რომ აი მე და ამას ვინ მოგვერევა ერთად, მე და ამერიკას. ახლა ამერიკა მოთხოვს შენ საერთოდ დარჩი მარტო და ერთ დღეს ეუბნება, რომ მარტო ხარ და როგორც გინდა ისე მოიქეც, მეორე დღეს ეუბნება, როგორც გინდა, ფაქტიურად ეუბნება თან, რომ შენ მე რასაც გეტყვი, იმას თუ არ გააკეთებ, რეალურად რო ვილაპარაკო, დარჩე მარტო და ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეს იგრძნობა, იმიტომ რომ ევროპელ ლიდერებში ის ამბავი, რომ ამერიკის გარეშე გაართმევენ ამ კონფლიქტს თავს, როგორც არ უნდა ილაპარაკო. ხო, ახლა ადამიანები არიან ხლა ისინიც და მეც არ უნდა ვილაპარაკოთ და სხვათა შორის ესენი არ არიან იმ ტიპის ლიდერები, რომელიც ჩვენ კიდე გვახსოვს ეს ევროპაში. ერთ დღეს ამობენ და ესე ვთქვათ, ერთ დღეს კი ამობენ გიბირულ რაღაცებს და ეს მარტო ზელენსკის არ მოვიდა, ეს ჩვეულებრივი ამბავი პოლიტიკაში, მან თქვა პრინციპულად იმ დროს ალბათ გამხდევებისთვის და მიიღო გადაწყვეტილება და აი ჩვენ მოლაპარაკებებზე არ წავალთ, მაგრამ რეალობას საწაუხვალ ხარ რეალობას. ჩვენ ჩავწერეთ და ვამბობდით ხა დატუვალა თუ ეხლა იქ მოილაპარაკეს და მე ჩემთვის ეს სულიად დათელია თუ უკრაინის საკითხი ამერიკა ღიად ამობს რომ ეხლა ეს დამთავრდა ხო უკრაინის ნატოს საკითხი ხა დანარჩენი ხა კაია კალასი რა სიტყვის და იმიტომ კი არა რომ ჩვენ უპატივცემულოდ მის მიმართ ამ პატივისცემით ამას არავითარი მნიშვნელობაა კაია კალასი აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს ამ დიდ თამაშში მარია კალასი ხო არ არის ხო მარია კალასი ხო არ არის და მეცაც გეტყვი რაღაცა ფაქტორებით როგორც არ გაჩნდეს შეიძლება საქართველოს მეტი ხმა კონდეს გაცილებით ვიდრე იქ იმიტომ რომ ის არის დასმული ახალგაზრდები არ გითხულობენ აი რომელიც არის აი ფონტი იყო იმაში ოქროსკეპში რო იყო რომ მე უნდა ვიყო იქ რა დირექტორია ყალბედი ეს ვითომ კაი ახლა შეიძლება შეიძლება წარმოიდგინო როგორი თანასწორობაც არ უნდა იყოს რომ ესტონეთი ხა მიუძღვის წინ ევროპას ამერიკა რა გაიკაპიტ ხო გაუძღვის ხო აი ეს თემებია ამიტომაც აქ ბოლოს მინა მაინც საქართველოს თქვა და ეს ცივიომი გაგრძელდება და სხვა შორის ბალტიისპირეთი რომ ესე ნერვიულობს და სწორად ნერვიულობს, იმიტომ რომ როგორც არ უნდა თქვა რუსეთი ამ ცივიომში ესე არ გაჩერდება, ეს არის მუდმივი, ეს არ არის ორი ხისტი მიადგა და ხაზი გავლეს, ეს არის როგორც რაღაცნაირად ორი აი ჟელეს რო წარმოიდგოთ, კითიკით გადადიან, არ დაგვაუწყოს კენისბერგის საკითხია, ხო და ეს მინდოდა მე თქვა კენისბერგის საკითხია და რუსეთის სუვალსკის დერეფანი და დღეს როგორ არის, ნახე რუსეთს ეს დერეფანი ჭირდება, ლოგიკა ესეთია, თუ იმას კანადა ჭირდება, ამას ჭირდება, იმას სჭირდება, ამას არ ხიჭირდება, ესეთი სიტუაციაა და რაც თავარია, უკრაინა ცოტა ხნის წინ, მე მეტყვი გეუბნები და საქართველოს გადმოვა, თუ იმით იყო დაცული, რა თქვია საზღვრებში, უნდა შეეხოს და რაღაცა. და სიამოვნებაში, ეხლა თანდათან უკვე საუბრებია შიგნით არის, პოლონეთს აგონდება თავისი ამბები და ჩვენთან სხვათა შორის ამ ისტორიასაც და იმასაც უნდა თვალსაჩინოთ და ეს პოლონეთისთვის არის ძირძველი პოლონური მიწები. თუ ოდნავ ისტორია იცი რომ დაიტერა ეს არის ძირძველი მიწები, ის კი არა პოლონეთი, მთელი პარტია და პოლონეთი აი ამ თავისი ევროპული კულტურით და ესე ვთქვათ, კეცკიბზე იკავებს თავს და მას ტრადიციული მტრობა აქვს რუსეთთან. და აი როგორ იკავებს თავს, იცი ჩვენ არც მინდა ხომ გადმოვიტანო ჩვენ რომ რაღაცას გვედავებოდნენ, აი ესეთ რაღაცებს იკავებს თავს და არ ამბობს, თორე როცა რუსეთი ამბობს, რომ ეს არ არის უკრაინის მიწები, აბა პოლონეთს კითხე ამ სიტუაციას. აბა უნგრეთს კითხე იქ 1 მილიონი უნგრელი რო ცხოვრობს, მაგრამ ეხლა თუ აქამდე ეს იყო დოგმა დეგარო და გეთქვა, თუ ეს ეხლა ყველასთვის მოსულა და ახალი რეალობა იწყება, აი ეს ახალი რეალობა შედის. ეხლა აქ შედის, რომ ზელენსკის აქ ძალიან დიდი სირთულე, აი ახლა რეალურად, ანუ ეს ორი სუბიექტი ამოსულ, თავარი ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ და ჩვენ წავალთ. ნუ ვინც აქ ჩანს, რომ ვინც ხელს შეგვიჩლის, ასე რბილად, ხვალ, ზეგ, მე უფრო ესე ვუყურებ, რომ ეს სრულდება, რა ამბობ და
მე ხვალ ზედ რას ისამ ახლა საინტერესოა რა ახლა ვიჯერ ახლა მაკრონი რომ ესე ვთქვათ ჯარებს გავხსოვთ ხო ჯარებს განვათავსებო და რაღაცა ნუ კი დიდი პატივისცემით და იმით ნუ ახლა სადყავს ჯარი თორე კი ხო სადყავს ჯარი ეს ერთი მართლა არ ყავთ ჯარი ხო აი იცი რა ეგ მაინტერესებს ეხა ეგ თემა არის ძალიან მაგალითად აი ხო საუბრობთ აი თანდათან როგორც ჩანს ბევრი ინფორმაციები აი ჩვენ ეთერები ვინაც აი ჩვენ ნაკლად ჩავითვალე საჭირო რომ ეს ბაბადია და სიტყვაზე ეს ფეიქ ექსპერტები კი არ უნდა გამოდიოდეს უნდა რეალურად ლაპარაკობდეთ მაგალითად ის რომ კორეა რო ჭურვებს აწარმოებს ესაც თვითონ ამბობდნენ და ის რომ თურმე აღმოჩნდა რომ ამათ ხართ-ეძოზე შემოიდეს ესე იგი ამერიკის ხარჯი და საერთოდ ეს თემა არის აღარ გეუბნები განწყობას ამას ხოთა შევჩვენთ ხა ღვთისმადლი დავდივართ უყურებთ ამა ეს დაახლოებით ისეთივე რაღაცა არის ახლა ვიღაცას რო უთხრა რომ ახლა ხვალ ოპერაში უნდა იცეკო ეს უფრო დამაჯერებელი იქნება ხა ჩვენ რო გითხრა ხა ჩვენ საბოლოოდ ვიდრე ევროპის განსაკუთრებით იმ თავარი ევროპის დასავლეთ ევროპას გულისხმობ რომელიმე მოქალაქეს და თან რომელიც ელექტორალურ არჩევნებზეა დამოკიდებული ომი ეს არის წარმოუდგენელი სიტუაცია აბსოლუტურად ეს აი რომელიც არ მოხდება იმიტომ რომ არასდროს არ მოხდება არანაირი განწყობა არ არის და აქვს სხვანაირი განწყობა პირიქით ამ სიტუაციაში ბუნებრივი ეს შიშები არის და ამიტომაც ეს ტრამპაც რასაკვირველია იცის კი ბატონო და რასაკვირველია ეს თემა იქნება ბოლომდე გამოყენებული და მე ვფიქრობ რომ აი ამ გათამაშით აი რო თქვა მათრახისა და იმითი ცოტა გავიწევი, ცოტა მე მოვიწევი, მე იცოდე გავიბუტები, მე იცოდე ამ კონფლიქტი არცადაც არ გავა ამ ლაპარაკიდან, რასაკვირველია ის დასავლეთ ევროპას ასე არ დაუშვებს საჯიჯგნად, თორე რასაკვირველია ესენი ატლანტიკამდე მივიდნენ იმ წუთში. ამას არ დაუშვებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამაში იგრძნობა, რომ აი მაკრონი და დასავლეთ ევროპა გამიძელდა სიტყვა, მაგრამ განუწყვეტლივ თითქოს აწიეს თავი და მომე რომ ჩვენ თანაბრები ვართ. და ტრამპი პაპატიოს მაკრონის მაგრამ განუწყვეტლივ ხაზს უსვამს რომ შენი ადგილი იცოდე ესე ვთქვათ არაფერს დიწა ტრამპი კი არა ის ხო გახსოვთ ეს ტირანაში ერდოღანს როგორ ეჭირა თითი მაკრონის და მან იცის რომ ევროპაში ვისაყავ ერთი წუთის განმავლობაში ეჭირა თითი იმიტომ რომ თუ სამხედროზეა ყავს ჯარი თურქეთს მე ჩემს სიტყვებს ახლა ეს რომ ვაკასე თქვა და მე გვეთქვა და შენ გვეთქვა ჩაქოლავდნენ მაგრამ თქვა რომ მას ყავსო რუსეთის ჯარზე თქვა საუცხო ჯარი ყავსო იმასე და ამას არ ამობს საფრანგეთის ჯარზე და დღეს ყველაფერი და ამიტომ შენი ბრექისაცო არავის არ ჯერაო აი ამაზე მიდის აქ საუბარი და აი ეს თემა მიდის ბუნებრივი ეს ტკივილობად წავა უკრაინაში იმიტომ რომ ზელენსკი როგორც კი ამ დიალოგში შევა ესპინოდა მე თქვა ბოლოს რო უთხრა თქვენ მარტო უნდა დაილაპარაკოთო და როგორც კი ამ დიალოგში შევა ზელენსკი რასაკვირველია მისი პოლიტიკური გრადობა ძალიან დაეცემა, იმიტომ რომ მას იმ წუთში თავისივე ეს კანონია პოლიტიკა არის შიგნით ბრძოლა არის, იმიტომ კი არა იზოლებულია, სწორი იყო, არ იყო, ეტყვიან რომ ერთი ეს ამბავი რატო შეძვერი, მე სტამბული აგერ გეუნებოდნენ და შენ პირიქით შემოიღე ეგ სიტუაცია და ეხლა რა არის ეს ზელენსკისთვის რომ თქვას რომ მე კი ბატონო ახლა ომს ვაჩერება რომ 4 მას ვცნობ ეს არის ხარაკირის მისთვის არის ხარაკირი ეს ულაპარაკო ხარაკირია და ეხლა ჩვენ რეალობაში ვარ და ამას რომ გამოაცხადებინებენ ეს 2x2 4 ახლა იმიტომ რომ ზელენსკის ეს არ აწყობს ჩვენ რომ და მაკრონს არ აწყობს და ბრიტანეთს არ აწყობს ამას არ იზამენ ის არის თქვი იმიტომ რომ ამას იზამენ აი ეგ სიტუაცია არ დაგავიწყდეს რომ მეორე სოფლიობის წესრიგი პრაქტიკულად ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა. ის ბრიტანეთი უკვე იქაც კი უკვე იყო ესე ვთქვათ ჩერჩილის დიდი ავტორი. ბოლოს რეალურად პაჯი გაწელობდა ჩერჩილი. რასაკვირველია, იმიტომ რომ ამ ორ ქვეყანაგან თუ მოიდაპარაკეს ეს ორი ქვეყანა, ეს ორი ქვეყანა გადაწყვეტს უკან ჩინეთი და ესეთი ამ რეალობაში ბევრი კითხვა არის ხო საერთოდ ბრიტანეთი რატომ ითვლება ან ჩერჩილი რატომ ითვლება დიდ მოღვაწედ, როდესაც ამ პოცდამის შედეგად ბრიტანეთის იმპერიამ შეწყვიტა არსებობა პრაქტიკულად. სხვადასხვა ჩვენთან ისა თქვენ გეიცეთ ეს ამბავი, მაგრამ იცნობილი ფულტონის სიტყვა რო იყო და სადაც ეს გამოაცხადა. ის სინამდვილეში ის კლიენტ სიტყვა რო წაიკითხა, საბჭოთა კავშირის სინამდვილე ეს მოიყვანა, იმან თქვა რომ მე და თქვენ ვიყოთ ერთადო, ბრიტანეთი და ამერიკა და ამერიკელებმა უთქვათ ვიდიკაცო შენთვის იყავი ერთი პატარა ევროპის ქვეყანა ხარ დაეტია შენ ადგილზე. ამიტომ ხა ჩვენ გინდა თუ არა ამ შემთხვევაში აი ესეთი იქნები თავის ინტერესებით იმოქმედებენ. ვაკან თავარი ამბავი რა არის ის რა მაინტერესებს უბრალოდ ახლა აი ამ ყველაფრიდან რა
რატომაც საინტერესოა, რატო არ აქვს ამის რესურსი, მაგრამ მეორე მხრივ მართლა არ აქვს რესურსი ევროპას, რომ ეს პროცესი დამოუკიდებლად აიღოს ამერიკის გარეშე. რა თქმა უნდა, არ აქვს ეს რესურსი და რატომ არ აქვს ეს რესურსი? აი ტრამპის ეს აღშფოთება, რომელიც ჯერ პირველი კადენციიდან გაისმის. მართლაც ესეთი რეალობაა. ანუ ნახეთ, ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ ევროპას გააჩნდა ფენომენალური სოციალური პროგრამები, განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, თავისი ხარისხით ბევრ ქვეყანაში აღემატებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სოციალური დაცვა. ამასთან ერთად თავდაცვის ხარჯები არ აღემატებოდა 1%-ს. და დღემდე უმრავლეს ქვეყნებში 1%-ზე მეც არ აღემატება. ამავე დროს ევროპა 70-იანი წლებიდან თანამშრომლობს საბჭოთა კავშირიდან. როგორც კი გაუხსნეს ეს ურინგოი, პამარა, უჟგარად ეს უზარმაზარი გასადენი და შმიტები და სხვა ესე იგი კანცლერები და სხვათა შორის ამერიკელები მაშინაც ეწინააღმდეგებოდნენ, უბრალოდ მაშინ რა გასაკვირის არ უნდა იყოს სუვერენულობის ხარისხი ევროპაში ბევრად უფრო მაღალი იყო. ის მაღალი იყო ჯერ კიდევ ჟაკ შირაკის და კოლის დროს, როდესაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მაგალითად რუსებთან ერთად ამერიკელების აი ამ ინტერვენციას იმაში მაგალითად ერაყში. ხო? ანუ და ტრამპის ლოგიკა ამერიკელებიც აბსოლუტურად გასაგებია. ანუ ნახეთ, ჩვენ ესე იგი რაღაც აი ამ ნანგრევებში რო იყავით, გამოგიყვანეთ ეს მარშალის გეგმა განახორციელეთ, ამდენი მილიარდი სოქენით. თქვენ გიცავთ, არის უზარმაზარი ეს ქოლგა. ეხლა გერმანელებს რო უთხრა, რომ ამერიკელები მაგალითად ეხლა აპირებენ შემცირებას თავის სამხედრო კონტინგენტის, იგი ბევრი. ეხლა უწებიან გერმანელები, სად მიდიხართ, არ წახვიდეთ, სად, რატომ, ასე შემდეგ. ანუ თვითონ უნდა წავიდეს მაშინ ჯარში. თვითონ უნდა წავიდეს ჯარში და თვითონ უნდა დახარჯოს ფული. აი ამაგაშია საქმე, ხო? და ტრამპის პრეტენზია, ამერიკაში პრეტენზია არის, კი, მაგრამ თუ კი თქვენ ესე იგი ეს ისეთ კარგად ცხოვრობთ, ვაჭრობთ რუსებთან, ყიდულობთ ამ გაზს. ჩვენგან არაფერს არ ყიდულობთ, ხო? ესე იგი გვაიძულებთ, რომ დაგიცვათ. ამავე დროს არ ხარჯავთ არაფერს ამ თავდაცვის ხარჯებში. ეს რა ლოგიკას ექვემდებარება. ამდენად თან არ მიჯერებ ხოლმე, როცა მე რაღაცა მჭირდება. ხო, როდესაც რაღაცა გაგონდება, რომ შენ ისახავ. შენ რაღაც პოლიტიკას დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებ. ამდენად და ამ ყველაფრის შედეგად რა მოხდა? მოხდა ის, რომ სამხედრო კომპლექსი, როგორც აი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სახის შეარაღებას, არის აი დასავლეთ რო გადავხედოთ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფრანგებს აქვს სამხედრო წარმოება მშვენიერი, არსებობს ასევე ეს გერმანიაში ტრადიციულად რეინ მეტალი და შვედეთშიც არის კი ბატონო. მაგრამ ნუ ვერ შეადარებ ვერც მოცულობით, ვერც ტექნოლოგიური დახვეწილობით და ბევრი რამ რაც აქვს ამერიკელებს, ევროპელებს უბრალოდ არ აქვთ რა. აი იგივე იმ ხარისხის ყოველ შემთხვევაში ეს კოსმოსური დაზვერვის ის მონაცემები, ხო? მათ არ გააჩნიათ. ამდენად აი ეს რასაც ვასიკო ლაპარაკობდა, აქ კიდე ეს არის რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ადამიანი ისე კარგად ცხოვრობს, მას არასოდეს არ უცხოვრია ეს კარგად. ადამიანს პირველად ცივილიზაციის განმავლობაში გაუჩნდა ცხოვრების სურვილი, ვინაიდან მას შეუძლია არა მხოლოდ იცხოვროს, სიამოვნება მიიღოს და ეს სიამოვნება უკვე ადვილად მარტივი მისაწვდომია. იქ საჭმელს და საკვებს თავი რო დავანებოთ, არის უამრავი საშუალება, დრაივური საშუალება, გართობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ცხოვრების ფასი, ღირებულება მისი გაიზარდა მკვეთრად. ამდენად ომი რაღაცა კონფლიქტში ჩაბმა და ასე შემდეგ არის აბსოლუტურად მენტალურად წარმოუდგენელი. ამას ხვდებიან ამერიკელებიც და ამიტომაც მოხდა მაგალითად ტრანსგენდერების ჩამოხსნა პენტაგონში. აღარ ნახავ ამ გახსოვს სასაცილო ადმირალი რო გამოდიოს, სქესს რო ვერ გაარკვევ, კიკინები რო ეკეთა და ასე რაღაცებს რო კითხულობდა ბრიფინგზე, ხო? ამიტომაც და ეხლა რასაც ამბობენ ამერიკელები, ერთ-ერთი დამსახურება ყოველ შემთხვევაში 100 დღეს რო აჯამებდნენ კონგრესში არის ის, რომ ჰექსეტი ამბობს, რომ მკვეთრად გაიზარდა
ნებაყოფლობითი, ესე იგი, აი ამ ის ჩართულობა, რა ქვია ამათ, მათ გაწყვეტა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ეს ბევრი უფრო მეტად ბევრი ახალგაზრდა იწერება, ესე იგი, აი ამ სამხედრო ხო შენაერებში ძალებ ჯარში მოკლედ. იგივე, აი ხა რასაც ვასიკო ლაპარაკობდა, გერმანიაში, ევროპაში ვინ იომებს, ხო? აი თუ კი მართლაც ევროპა არის განწყობილი იმაზე, რომ და ეს არ არის რაღაცა ფიგურა, რაღაცა მილიტარისტული რიტორიკის, რომ ეხლა ჩვენ ველოდებით აი თავდასხმას ველით რუსებისგან და არის გათვლები ზოგი 30 წელს, ზოგი 22 წელს ასახელებს, ხო? მაშინ ჩვენ მსგავსი პროცესი უნდა დავინახოთ ევროპაში, ეს ნიშნავს იმას, რომ LGBT და ეს იდეოლოგია, რა ქვია, ეს ტრანსგენდერები უნდა მკვეთრად, უნდა კი არ მკვეთრად უნდა შემცირდეს, აღარ უნდა იყოს მეინსტრიმული, პირიქით, რაღაც გარკვეულწილად შეიძლება მარგინალურიც გახდეს და პირიქით. აი ეს მილიტარისტული სულის კვეთება, ხო? აი ხა მერსიც ამას ლაპარაკობს, რომ ჩვენ ეხლა უნდა მკვეთრად უნდა განვახორციელოთ მილიტარიზაცია ეკონომიკის და დავიბრუნოთ ის რაღაცა. ხო, ადამიანმა თუ არ მოხდა, ტანკი თავის ხარწავა. ეს მენტალური ცვლილებები მილიტარიზაციასთან ერთად პარალელურად უნდა წავიდეს. თუ კი ჩვენ დავინახავთ ამის ნიშნებს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს და გარდა ამისა ევროპელებს პრობლემა რა აქვთ? მათ სჭირდებათ დრაივერი ეკონომიკის. აი ამ ეკონომიკური კრიზისიდან რო გამოხვიდეს, შენ უნდა აირჩიო რაღაც დარგი, რომელიც გახდება, ეხლა ამბობდნენ, რომ ეს მწვანე ენერგეტიკა, მწვანე გადასვლა, ეს იმდენად ძვირად ღირებულია. და ესპანეთში ამ ენერგეტიკულმა კოლაფსმა დაინახა, რომ არის ბევრი ხარვესი. იმიტომ რომ მთლიანად ამათმა დაახლოებით 2 თვის წინ გამოაცხადეს, რომ ჩვენი ენერგეტიკა მთლიანად 100%-ით არის მწვანე და აღმოჩნდა, რომ ეს არის დაკავშირებული ბევრ ტექნოლოგიურ ხარვესთან. ანუ იქ უნდა არსებობდეს ტრადიციული აი ეს ენერგეტიკა, რომელიც დააბალანსებს მე ხა ენერგეტიკოსი არა, მაგრამ რაც წავიკითხე, აი ამ ენერგო ბალანსი უნდა არსებობდეს, რომ გავს კოლაფსებს, რაც ეს ერთიანი გამორთვა ხო ადგილი არ ქონდეს. და ეს დრაივერი არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ამდენად ევროპაში ჩვენ შეგვიძლია ვიცინასწარმეტყველოთ რა, რომ ესე იგი LGBT ეს იდეოლოგია მეინსტრიმიდან გადავა მარგინალურში, პირიქით ესე იგი ეს მილიტარიზაცია ეკონომიკის და პირიქით ამის პროპაგანდირება, უკვე შესაბამისად პროპაგანდირება სხვა ცხოვრების წესის მათ შორის და აი რასაც ისევ პოლონეთთან დაკავშირებით მაგალითად იქ როდესაც ხვდებოდი ერთმანეთს მერცი, მაკრონი და სტარმერი აი ჩვენ რაღაცა ვიღებთ გადაწყვეტილებას და ალბათ ჩვენ შენაერთებს გავაგზავნით რაც შეზღუდულ კონტინგენტს მხოლოდ დასავლეთ უკრაინაში, მაგრამ და ჩვენთან ერთად იქნება პოლონეთი. მეორე დღეს ვიგაკეთდა პოლონელების მხრიდან კაფიო განცხადება, რომ არანაირი შენაერთების გაგზავნა ჩვენ იქ არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ვალინი ლვოვი, ჯერ ავსტრო-უნგრეთის ის იყო, ხო, და შემდეგ უკვე პოლონეთის ეგრეთ წოდებული გალიცია. გალიციაში ასევე უჟგოროდია უნგრეთია ხო ახსენა, მაგრამ და ეს არის, კი, არის იქ მიწები, ესე იგი, რომელიც ეკუთვნოდა, თუმცა უკრაინელები ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ შედიოდა პოლონეთის შემადგენლობაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ პოლონეთს აქვს ოკუპირებული მაგალითად პრუსიის ტერიტორიები, რომელიც სტალინმა მისცა. და ამით პრუსიის მილიტარიზმი მოკლა. ანუ კენიგსბერგი ერთი ნაწილი დაიტოვა თვითონ, განაჩენი არა, პრუსია რა აუქმა საერთოდ? პრუსია აღარც არის. პრუსია გააუქმა, ხო, იმიტომ რომ პრუსიელია. პრუსია იწყებდა, ყველა ომი არის დაწყებული პრუსაკების მიერ. მოკლედ ეს პრობლემა ისე გადაწყვეტა, ძალიან ორიგინალურად. მაგრამ საქმეს ის არის, რომ როდესაც ამას ხელი მოეწერება ადრე თუ გვიან ეს ნიშნავს, როგორც ვთქვით, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ კოლაფს უსაფრთხოების სისტემაში და განახლდება და ბევრად უფრო აქტიური გახდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა არის ნატო, ვინ არის ამ ნატოში და მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, აი მართლაც ხო არის ეს ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოების ალიანსი, ხო? ეს მართლაც შეიძლება ამ აბრევიატურის ბუკვალურ შინაარეს დაუბრუნდეს და ნატოში დარჩეს აი ეს ბალტიისპირეთი, სკანდინავია,
მაგალითად, ხო? იქ დანია, ნორვეგია და ასე შემდეგ, ბელგია და კანადა. ბრიტანეთი რა თქმა უნდა. აი საწავა სამხრეთი ან სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, რომელი უსაფრთხოების სისტემის ქვეშ აღმოჩნდება, ეს არის საკითხი. ამ შემთხვევაში რაელის ბალტიისპირეთს, იმიტომ რომ კი დღეს ნატოსთან კონვენციურ დაპირისპირებაში რუსეთს არ უნდა ეს კატეგორიულად, იმიტომ რომ ობიექტურად ამის და მიუხედავად რომ ჩვენ ხავ საუბრობთ რომ ესეთ კოლაფშია და სტაგნირებს და არც ცოცხალი რესურსი არ აქვს. აი პოლონეთი მაგალითად დღეს ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზირებული ქვეყანაა და ძალიან დიდი ხარჯებია, მე მგონი 4%-ს გადაცდა და ჯარიც არის 250.000, ანუ ყოველ შემთხვევაში 250.000-მდე აპირებენ 2 წელიწადში ამ ესე იგი რეკრუტების კი არა ამ ჯარისკაცების რაოდენობას გულისხმობ. ამდენად ესე იგი ის რასაც ლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ის შეთანხმება იქნება ამერიკელებსა და რუსებს შორის და ამ შეთანხმება, იმიტომ რომ ეს ხდება გამარჯვებულები, აი ტრამპს ამიტომ უნდა ფორმალურადაც გამარჯვებული სტატუსი შეინარჩუნოს, ხო? ის არ გამოვიდეს, როგორც ფრანგებს გამოვიდეს მეორე მსოფლიო ომის დროს შემდეგ უფრო სწორად. ამდენად ბუნებრივია რომ ეს შეთანხმება მოხდება ამერიკელებსა და რუსებს შორის, ეს შეხვედრაც მოხდება, უბრალოდ ამ შეხვედრას ალბათ ეს ორივე მხარე ფიქრობს რომ ის ეფექტი არ ექნება სანამ არ მოგვარდება ეს კონფლიქტი ან კონტურები არ გამოიკეთება. ანუ კონტურები, ეკონომიკური კონტური ჩანს, რომ ორივე ქვეყანა და სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ ომის დაწყებისა იყო ევროპაზე კონტროლის დამყარება ამერიკელების მხრიდან. იცი მე ის შეთანხმებაც კი, ანუ წიაღისეული შეთანხმებაც მგონია რომ მანდეთ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ ნუ გასაგებია რომ არსებობს გარკვეული მეტალები, რომელიც ამერიკას წარმოებისთვის სჭირდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, თქვა გაზის, ნავთობის, ქვანახშირის რესურსებს და ინფრასტრუქტურას, რომლითაც ეს მიეწოდება, ეს არის ზუსტად რომ ევროპისთვის მიწოდების არხების და ძირითადი კონტროლის სრული აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან კიდე ერთი რაღაცა, ანუ ის რაც და ეხლაც აი ყატართან ურთიერთობები და სირიის გამავალი გასადენები და თემა, ანუ ამერიკის მოქმედება მთლიანად მიდის, რომ მთელ რესურსებზე, რომელიც ევროპაში ესეჭიროება, კონდეს კონტროლი. კი ბატონო, და გარდა ამისა, ის რაც ის მომავალი, რომელსაც ველოდებით 5-10 წლიან პერსპექტივაშიც რა არის მთავარი აქ, ანუ რაზე კეთდება, რა იქნება პრიორიტეტული? პრიორიტეტული იქნება ხელოვნური ინტელექტი, პრიორიტეტული იქნება, ну, ტრადიციული ახლა აეროკოსმოსი და ასე შემდეგ ეს თავისთავად, მაგრამ აი ახალი ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ეს არის big pharma და ბიოქიმია და კრიპტო და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს მოითხოვს ენერგიას. და ატომური ენერგია. ну ატომური ენერგია სჭირდება ამ ყველაფრის განვითარებას, მათ შორის ატომის და სხვა ენერგია, მაგრამ ну ატომი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე ის არის თვითღირებული დაბალია და ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ეს ყველაფერი ვის აქვს? ეს ყველაფერი აქვს იგივე რუსებს. ანუ რესურსი აქვს რუსებს. პროდუქტი იქნება ძალიან აქტუალური რა ეგზისტენციური საკითხია, ხო, სასურსა თუ უსაფრთხოება და ვის ექნება ესე იგი ეს რესურსი. ამდენად თუმცა რუსებს ეს რესურსი თავის პრობლემას აქვთ. იმიტომ რომ ამოდენა რესურსის დაცვას მენდეული ვთქვათ, ადამიანები რაც ვარსებობთ, ახლა რომელიც არ უნდა ვილაპარაკოთ საერთაშორისო სამართალზე, ერთმანეთს ვერ ვძვით ამ რესურსების გულისთვის. ესე იყო და არა, მაგრამ ეს გვამინდა რომ რუსეთის როცა იყო და თავის დროზე რაც მოიპოვა ეს ყველაფერი, მან ხელი შეუწყო იქითაც არ გარკვეულად, თუ ხვდებით რა გაგებითაც გეტყვით, გარკვეული სიცარიელე იყო და ესე ჩაიგდო, აქ არ იყო ისეთი სიმჭიდროვე და ტექნოლოგიური მაგრამ ეხლა რუსეთი არის პრობლემის ქვეშ, იმიტომ რომ იმოდენა მენდელევის ტაბულის დაცვას ეს თავისი რამდენი დარჩა 150 მილიონი უკრაინას კი ჩაგრავს და ჩვენს ესე ვთქვათ ჩვენთან არის ხოლმე ხო ძლიერი, მაგრამ ამას უკვე აღარ ყოფნის ეს რაოდენობა თვალდახელშუა შეიცვალა ეს მსოფლიო და ამიტომ იძულებულია ამ თავისი იცავს ატომი და ამის ტყვეობაშია და ამიტომ არის რომ საჭმელი უნდა ჭამოს და ესე იგი მოკლედ როგორ არის ევროპა ჩაეფრო კაი ცხოვრების სიტუაციაში
და რუსეთი ჩაერთვა თავის ატომური გზით. ამას რუსეთი ეს უნდა ვიცოდეთ, ამას ვერ გადაუხვევს. რუსეთი ამას როგორც კი გადაუხვევს, თავის საერთაშორისო სამართალს, ესე იგი, ჯიკარტით დააკრავენ შუბლზე და გაისტუმრებენ მოსავლეთში. რუსეთს აქვს გარდა ამისა დემოგრაფიული პრობლემა სერიოზული. რომელიც ასევე აქვს, ეს ვიდოდა ვთქვა. ჩვენ ერთმანეთს რატო მიდის ჩვენ შიგნით ვილაპარაკოთ, რატო მიდის საქართველოს დაპირისპირებენ თუ ერთ ნაწილს ეს უგუნია, აი ვარიანტის განხილვაც კი არ უნდა რომ რელიგიურად ხო ვიძახოთ რომ აი მე რა ყველაფერი კარგია, ჩვენ ახლა აი ბარაბანი იმას რო უკავია, პატარა კურდღელს ბარაბანი რო უკავია იმაში და ამ ბარაბნით უნდა წავიდეთ სადღაც ვიაროთ და წინ სადღაც და წინ კი არა იმის ვაგებად უნდა გავაანალიზოთ. აი დემოგრაფიული პრობლემა ახსენე და ომზე საუბრობთ. ევროპას არ აქვს დემოგრაფიული პრობლემა, ევროპას აქვს უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემა და ომზე საუბრობთ. ომზე კი არა, აი მე ესეთ პარტიული დეონები. ერთ-ერთი კეთილდღეობის წყაროა დღეს პროფესიული სპორტი. ხომ არის? დიდი ფული ტრიალებს. აბა დავაკვირდეთ თანდათან ძირეული ევროპელების წილი როგორ იკლებს პროფესიულ სპორტში. ანუ ვაკა ომში კი არა. სპორტში არ უნდა, იმიტომ რომ კარგად ცხოვრობს ადამიანი და სპორტი ახლა ადამიანი უნდა ადგე, უნდა ისაკნა. ამის სიმბოლო არის მეჰმედ შოლცი გერმანიის ნაკრებში იყო. და როგორც კი ეს ეხლა კორექტულები რო ვიყოთ. ხო, ეს რა ეთნიკური მრავალფეროვნება რო აისახა გერმანიის ნაკრებზე, გერმანიის ნაკრებმა ვერაფერი ვერ აჩვენებულა. მაგრამ ხო და ეს მინდა მულტიკულტურული და დიდი ამით გატაცება რო იყო და სინამდვილეში ამას ევროპა ვერ მოერია. ეს ჯერ მერკელმა აღიარეს. ხო, ეს აღმოჩნდა რომ აი მაშინ არ ჩაუბართვათ უზრუნველობაში და სულხან საბას აქვს იგავრაკი და გეტყვით რომ ყარყატიოს ალა ძვალს გადაყლაპავს ჯერ დაიზომებსო რამდენად შეძლებ იმას იმასო და ადამიანსო მეტი ტვინი ხო უნდა ქონესო ეს იგავრაკი შეწერია და შენ ამას მონელების სიტუაცია არ არის და ამიტომ ჩვენ რო ვლაპარაკობთ ეგ ომზე როცა ვამბობთ ეს მარტო ომი არ არის მარტო გაზი არ არის მარტო ტანკი თავის თარბიდის ეს არის იდეოლოგია ეს არის მთელი ამბებია და შენ როცა მულტიკულტურული ამგზით მიდიხარ და შემოევლოს ჩვენ პირიქით არაფერი არ მესაწინააღმდეგო ხალხის არ აქვს მაგრამ ის ხალხის განწყობები პირველ წელს არა მეორე წელს არა მეხუთე წელს უკვე პოლიტიკაში აისახება რატო ეს აღარ არის ევროპაში მოწონს ეს ვინმეს არ მოწონს და ესე არ იქ დემოკრატიული პრინციპები მუშაობს ელექტორატზეა დამოკიდებული და ჩვენ თანდათან უყურებთ აი თანდათან უყურებთ წელს არა მე შეეცვლება როგორ აღმოჩნდა რომ ეგეთი მარტივი არ ყოფილა განწყობა ხო რასაც მარტო ქალბატონი ურსულა ამბობდა ეგეთი ევროპა არ ყოფილა საფრანგეთში დღეს არა ნუ ესე ვილაპარაკოთ რა ხვალე შეიძლება რუმინეთში ხარ ამდენ ხანს დააჭერ იმიტომ ეს არჩევნები ესე ხამდე ესე იყო ეს არჩევნები თუ გინდა ეს პრობლემა გახდება იმიტომ შეგნით რომ ეს გახდა უკვე პრობლემა ეკონომიკა ხა რას აქამდე იყო რომ თუ არჩევნები ჩატარდა მე ვამბობ თვითონ დემოკრატიული მოსავლობის ეს არის უმაღლესი ჭეშმარიტება და ხმა თვითონვე გითხეს არა არჩევნები შეიძლება სულაც არის შეიძლება ხიხია იყოს არჩევნების შედეგები და მაშინ უკაცრავად პასუხია და რასაც უყურებ და ჩვენ გვაქვს აი რასაც ლეინი ამბობდა ეს არისო ეს პედაპრა უნდა ლეინი ეგ არის სისულელეო კაცო რა თუ და ჩვენ ხო ვიცით სწორი რაც უნდა არჩევნებიო აი ეგეთივე პროცესებს უყურებთ იმიტომ რომ ამ ხალხმა შეიძლება არც ომი მოინდომოს არც ის მოინდომოს და უკაცრავად და იხოს ყველაფერს ზომავდნენ მაკრონი რას აკეთებდა საგარეო მოხმარებისთვის და რას აკეთებდა საშინაო მოხმარებისთვის ეს ჩვენთვის რთული განსაზღვრავებელია ხა იქ უნდა ცხოვრობდეთ საფრანგეთში ჩვენ აქ შეგვიძლია კარგად დავინახოთ ვინ რასთვის ლაპარაკობს ხო ვინ ფულით ლაპარაკობს ვინ ისთვის ლაპარაკობს ვინ რას აგერ ექსპერტისთვის ლაპარაკობს მაგრამ მაკრონმა რამდენჯერმე ცადა ნაპოლეონობა და შიგნითაც ინფორმაცია გვაინტერესა არ აკვა ეს ხალხი ამ ხო აი როცა მან ნახეთ ჩვენ ესე ჯოზეფინა ხო უნდა ყავდეს როგორც მინიმუმ ეგ მინიმუმი ხო და თან მინიმუმი თან რო თქვა რომ მე ბზათავარ ჯარები განვათავსო ესე ვთქვათ და რაღაც მოკლედ როგორც კი თქვა რომ მეც საომარ რიტორიკაზე გადავდივართ ეხლა დაუბრუნდეთ აქა აი ეს მთელი თემაში რომ გარღვევას ამბობ ტრამპმა ეხლა გარღვევას დავარქვით ამას გადახტომას თუ ესე ვთქვათ რაღაცა სიმაღლის აღებას რადიკალურად შეცვალა რადიკალურად ამ სიტყვის არ შეშინება ამერიკის პოლიტიკა ამის მიმართ აი მე ამ 6 თვეში გიოდები თითქოს ყოველდღიურად ვიდიოდა და ეხლა შეიძლება რაცაც ამობდა იმ ხალხში ვერ მიაღწია იმ შედეგს მაგრამ სინამდვილეში დაუჯერებლად დიდ შედეგს მიაღწია იმიტომ რომ ამოდენა ქვეყანა და ამოდენა განწყობა და არ დაგვეწყეს ეხლა ის თან მუშაობენ ჩვენ ერთი არ გამოგვჩეს
ელექტორატზე, იმიტომ რომ ესე პირდაპირ ელექტორატს ახლა ერთ დღეს გამოხვიდე დილით და ახლა აქეთ მივდიოდიო და შემდეგი სადგური ახლა ის იქნება კოპენჰაგენიო, ეგრე ვერ გამო იმ ანეკდოტის არ იყოს. ახლა ამას ვერ იტყვი, მაგრამ ადამიანები თანდათან ჩვევენ უკვე ამერიკელი უყურებს. აი მე გამარჯვებული ვიყავი, ამბავი უნდა იყოს, ხო ეს არ უნდა დაკარგო ელექტორალური მხარდაჭერა. იქ უკვე ხედავ, თურმე იმას არ დომებია რა, მე კეთილდღეობა მექნება, მე იქით არის, აგერბე მოვილაბ და ადამიანებს ზირთად რა უნდა მშვიდობა და კარგად ცხოვრება. ეგ სიტუაცია უნდათ, ეს ვითარება უნდათ, ხო? რაღაცა და ეხლა ევროპელები დაინახავენ. ჩვენთან არ უნდათ. ნაწილს. ჩვენთან ნაწილს ეს არა. აი შეიძლება ნაწილს იქაც არ უნდა. მომისვიდე ნახერაშია საქმე, აი ეხლა აქ დაუბრუნდეთ თუ გინდა და ხომ წარე რამეს ვიტყვი, რომელიც ჩემზე კარგად იცი, არანაკლებად იცი. სიამდვილეშია რომ იქ კაი ცხოვრება რო უნდათ, იმიტომ უნდა მშვიდობა. და კაი ცხოვრება რო უნდათ, ამაზე იყვნენ, იმიტომ არ უნდათ მშვიდობა. თორემ შეუძლებელია, აი ჩვენ დერეფანში შევხვდით ერთმანეთს და ლაპარაკ შეუძლებელია რომ ნორმალური ადამიანი, რომელიც ნორმალური ინსტინქტებით მოქმედებს, იმიტომ რომ შედალოცულო გიორგი სააკაძე და ჩვენ ისტორიას რო გადახედავ, გიორგი სააკაძეს უდოდა ესე იგი მშვიდობა, ცხენიანად წყვეტ და კაცს ესე იგი რომ მიგეშვა, ვისაც შეელო, ხო? იმას უდოდა, ყველაფერს შობოდნენ. დიმიტრი თავდადებულს უდოდა მშვიდობა და ამ ცნობილ კურდღლებს, ესე იგი რომელიც ამ პაწარა ქვეყანა ჩინეთი ხო არ არის მილიარდნახევარი, არ ვიცოდე ლანგშონის პროვინციაში ვინ რა შობოდა. ეს ცნობილი ადამიანი, აბა რომ გამოდიან, აბა ომი მინდა და რაღაცა ზოზე რაობი გიდაში შენ შეიძლება ბუჩქი არ გაქვს დატოვებული მის ქვეშ არ იყო შემზრალი და ხვალად შეძრობი და შენ წირავ ადამიანებს სხვა ჩვენ ხო ნოლი შანსი გვაქვს აი მე თვალიდან არ ამომდის ბალტიისპირელების მძიმეა მაგრამ სოფლიო პოლიტიკიდან გამომდინარე მესმის ჩვენ რატო უნდათ რომ ამაში შევხვდეთ აი ეს ხალი არ ამომდის გვარი ამავიწყდა სუის მიტრიალებს მე რა რო იძახის გახსოვს ხო ინტერვიუ როა რო უთხესო საქართველოს პატარა ქვეყანაო ქართული ხარეუნება და მაგრა გაილახებაო ნუ განადგურდა მე რა ხო გახსოვს იმიტომ რომ ის დროს მოიგებს იმიტომ რომ იმას იქ თავი დერეფანი აწუხებს ჩვენ მივაჩვიეთ ჩვენ 98 წელს და 9 წელს რომ ისა დავიჯახეთ საბჭოთა კავშირის 9 აპრილები და ეს სისხლის ზღვრა აქ და მე სამოქავ ესენი რომ გაძრუნენ მიუხედავად თავისა დემოგრაფიისა არა მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ ჩვენზე ბევრად უფრო ჭკვიანები და ბევრად უფრო დიდი სიბზნე გამოაჩინეს იმიტომ რომ ლატვიაში ნახევარი მოსახლეობა იყო რუსულენოვანი ინტერფრონტები ლიტვაში ახლაც ბატონო მაგრამ ჩვენ მივაჩვიეთ რომ ჩვენ ვიღებდით ამ პირ და ისე მიიღეს რომ თითქოს ყოველთვის ეხლა მაჟი ხო იყო შენ ეხლა მოდი ხა ომი გამოვუცხადე მოდი ეხლა მეორე ფრონტი გააგვხსენე და ასე შემდეგ და ამის ახალისება საქართველოში ნახე ვიღაცა ამაში ფულს იღებს და ვიღაცა ამაში ხდება წახალისება თუმცა და ამას ვინც იმეორებს მერე ესე იგი ჩვენი პოზიციის მქონე იქ ეძახიან მოღალატებს და მეხუთე კოლონას და რაღაცებს ეხლა წარმოვუდგენი ნუ ჯერ ერთი რეგვენობა მაგრამ ისევ ამ თეზის უბრუნდები რა ეს აღარ პრავდება რა შენი უცოდინარობა ის რომ იდიოტი ხარ და ასე შემდეგ რა კი ხარ უცოდინარი იდიოტი თანაც აგრესიული და გამოდიხარ ტელევიზიით და გამოდიხარ და რაღაცებს ბედა უკიდე რაღაც განცხადებებს აკეთებ ხო ეს არის დანაშაული და თუ კი ვხედავთ ამას რუმინეთში თუ კი ვხედავთ ამას რომ აი პირდაპირ ლაპარაკობენ მერცი და ასე შემდეგ შოლცი რომ ალტერნატივა გერმანიისთვის არის ექსტრემისტული პოლიტიკური ორგანიზაცია და არ შეესაბამება ჩვენს ამ რაღაცას და შეიძლება დაიხუროს ანუ დაიხუროს რა ელექტროლ რუკას რო გადახედავ ეს იგი მთლიანი ეს ყოფილი აღმოსავლეთ გერმანია GDR-ს ასაც ეძახდნენ ეს არის 90% ალტერნატივა გერმანიისთვის აუქმებ ქვეყანას პრაქტიკულად და თუ კი შენ აუქმებ და ამას დაუბრუნდები კიდე აი ამ ლოგიკას რა ვინაიდან მე მგონია რომ არა მხოლოდ LGBT იქ შეიძლება ევროპელებს შეიძლება სხვა გამოსავალი არ დარჩეს და დამყარდეს უბრალოდ მემარჯვენე დიქტატურები რა ნაციონალისტური და ამ თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო ის რა იქნება შიგნით აი მიგრანტებთან ურთიერთობაში რას ვიხილავთ და ეს მემარჯვენე ავტორიტარიზმი რა იდეოლოგიურ ელფერს შეიძენს. ანუ ლიბერალური ნაციონალიზმი, ლიბერალიზმი და მემარჯვენეობა, ანუ ყველაფერი ესე რომ ვერ გაგრძელდება ფაქტია. ეს ფაქტია. ხო და ისევ ჩვენებს რო უბრუნდებით, ესე იგი თუ კი პირდაპირი ავტორიტარული ესეთი ტენდენცია აშკარაა, ხო? იქ
ჩვენ პირიქით, ჩვენ გვაქვს აი ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილის, რომ გასაოცარ დემოკრატიას რესურსი იმდენად დიდია, რომ ჩვენ შეიძლება არ დაგჭირდეს მსგავსი რეჟიმების დამყარება, იმიტომ რომ ელემენტარულად არ სრულდება კანონების, არ ვიცი მე ხა რა პროცენტი, გარდა ამისა, ჩვენ უბრალოდ რომ გავიმეოროთ ეს ევროპული პრაქტიკა, რომელიც ჯერ კიდე 5-10 წლის წინ არსებობდა, ხო? ყველა ეს პრობლემა მოგვარდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ოპოზიციურ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს გააჩნდეს თავისი ტელევიზიები, ამ ტელევიზიებით უმაღლესი სახელმწიფო რანგის მოღვაწეებს, პირებს, პოლიტიკოსებს და ეგრეთ წოდებულის გარეშე პრაქტიკულად ტიტული არიწყება, ვითომ გამარჯვებული, არა გამარჯვებული რუსეთის მიერ დასმული და ეს უნდა შეწყდეს. და ეს უნდა შეწყდეს კანონის ძალით. და ეს კანონი არის. რატომ არ მუშაობს ეს კანონი? ეს ვერ გავიგე რა. როდენდე გასაგებია რომ მესმის ლოგიკას თუ კი ამას არ ვაკეთებდით მაშინ როდესაც რაღაც შედარებით დიდი ნაკადი გამოდიოდა დემონსტრანტების და მეტ ნაკლებად მრავალრიცხოვანი იყო ნუ დღეს ეხლა რა მაგრამ ეს ხო უსასრულოდ არ შეიძლება გაგრძელდეს ესეც გარკვეული ნიშანია იმის რომ ამ ვიღაცებს აქვს უფლება განახორციელოს რაღაცა მოქმედება რომლის გამეორების ან რომლის განხორციელების უფლება სხვას არ გააჩნია უბრალოდ ხო? ვაგა შეიძლება რომ აქამდე ადამიანი ერთი ადამიანის შეცდომა შეიძლება უშვებდე, მაგრამ მე ხوارდიშტავს ვარ გადახვიდე და მსჯელობა როგორც ნახე ეს ნაკადი თუ ეს სეგმენტი ჩვენი მოსახლეობის გამორიცხავს ყოველგვარ დიალოგს. აი ამობს რომ აი მე უკვე დავამთავრე მე ორჯერ ორი გითხარი და შენ არ გელაპარაკე. აი ხა რატო? ამას ჩვენ თქვათ განუწყვეტლიო და პოლიტიკოსი გინდა თუ ვინც აქედან იყო 3 წლის წინ 3 წელი გავიდა ხო ამობიდან მეტი ხო მეტი და რა უბედურებად რეალებს უკრაინის ომს გულისხმობ და ჩვენ კიდე არ ვიცით რა მასშტაბებია და რა მოუვიდა ამ საოცარ და საყვარელ ქვეყანას ხო სადაც უამრავჯერ დამყოფი და რა მნიშვნელობა აქვს დამყოფისა და ადამიანები არიან ჩაულებრივი და 3 წლის წინ იყო წინაზეც ეს ვილაპარაკეთ აქ იყო ამ იდეოლოგიის უკან იდგა რომ არიქა ჩვენ უნდა სწრაფად შევიდეთ ამ ქარცეცხლში იმიტომ რომ ისე დადგა ის დრო სანეტარო როდესაც რუსეთი თავი ჟანგიანი ტანკებით ბოლო დღეებს ითვლის აგერ არის ამერიკა და ევროპა და ჩვენ ცოტა პირველები უნდა შევარდეთ ამ ამბავში და ჩვენ იქიდან სიკეთე გამოვიტანთ მე არ მომწყიოთ შევთვის ესე იგი რაც არის მე როგორც პოლიტიკოსის შეფასებისთვის ლაპარაკობ პრეზიდენტი პირდაპირ მაშინდელი პრეზიდენტი ქალბატონი პირდაპირ ლაპარაკობდა რომ აი ესეთი ამბავია მაგრამ კი ბატონო მესმის რომ ეგეთი ლოგიკა იყო აქედან ამოვიდა ამდენი ბოღმა დაგროვილი აგრესორი ოკუპანტი რაც გინდა ცუდი სიტყვები ვილაპარაკოთ რომ გეუბნები ეს თქვი რასაც გინდა იმას ვიტყვი აქ ჩვენ გონია სიტყვების მნიშვნელობა რა ვინმე რამე ჩვენთან ვერ ამბობ ვინმეს დედას ვერ აგიდებს თუ თავზე აქვს დახურული საცვლები რასაც უნდა იმას აკეთებდა ხო რასაც უნდა ახლა ჩვენთან რამე თქმის პრობლემაა ეთერიდან თუ მაგრამ ეხლა რო გავიდა 3 წელი და რო აღმოჩნდა რომ ეს ყველასგან ესეთი ნალოლიეები და ნაფუფინები უკრაინა პირდაპირ დევს ახლა საოპერაციო მაგიდაზე რაღაცას იძახის ის ზელენსკი არა აქვს მნიშვნელობა სწორს იძახის თუ არა სწორს გინდა სწორს და უნდაბია შენი აზრი აღარ არის საინტერესო ეს არის სოფლიო ლოგიკა ეს დაახლოებით ისეთივე რომ ჩვენ ახლა შიმშილობა გამოვაცხადოთ ან ერთმანეთი ვლავწოთ გვალვა რატოა იმ არის ეგეთი სიტუაცია დაიჭერს ხოლმე გვალვას აგერ ახლა იწვება და ყველაფერი ხო სოფლებში აგერ რა უნდა ქნა აი ამაზე აი ამ რეალობაზე ვლაპარაკობთ ის კი არა რომ ვიღაცას ამ რეალობაზე ვლაპარაკობთ რომ ამა ჟანგიანი ტანკები კი არ აყავს ტანკებიც ყავს დაზეთილი არეშნიკიც აქვს იარაღიც აქვს და ამას არ მე და ვაკარ ასე ვიტყვით არა აქვს მნიშვნელობა ეს იცის კარგად 5 თვალით რო უთვალთვალებს 10 მასე რო არ იყოს და ამას რო ჟანგიანი ტანკები ყავდეს დაუმთავრებდნენ მაგას ჯერ კიდე პირველ წელიწადს ხო აი მიუხედავად ამისა აი ეს ამბავი გრძელდება და რატომ რომ ჩვენ უნდა შევსულიყავით ამ ამბავში რომ ცოტა გახანგრძლივებული იყო და დღეს ამ საოპერაციო მაგიდაზე ჩვენ გვერდიც არ ვიქნებოდით ისევე როგორც 2008-ში 2008-ში არ აღმოჩნდა საქართველოს არც იმ ჩვენი ევროპისთვის და არც ამერიკისთვის და არც ჩინეთისთვის და არც იმისთვის, რა ქვია, გინა ფიჯის კუნძულებისთვის, რას ვეჭებათ, საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი რომ რამე სოფლიოში შეცვლილიყო. აი, საერთოდ არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ეხლაც ესე იქნებოდა. სოფლიოში სადღაც რო ჩახვალ და ყოფილვარ მე დიდ სამიტზე და იმაზე რომ მიხვალ, იქ არის ეტიკეტი, განსაკუთრებული როკეტია და გეტყვი შეუბატონო, რომ შენ რო ერთი სანქცია იყო, მაგრამ
ვაკა რო შებრუნდები და წახვალ ის იფიქრებს რომ ეს სულელი ყოფილა ხეს თუ გონია შენ საქართველოს გულისთვის რამე შეიცვლება ამ სიტუაციაში და მე ერთი რაღაცას გეტყვი ისტორია ჩვენ ხო ცობის მოყარებისთვის ხა საერთოდ რო არაფერს არ ვასწავლით და როგორ ვასწავლით ეგ ცალკე საკითხია და მეორეობიდურების საკითხია ეს ახალგაზრდები რო უყურე ვინც არის ახალგაზრდები ძულგარდას არ ეშველება რა ბევრი რამე არის ჩვენი პირდაპირ განათლების სისტემა მათ შორის დღესაც მიმდინარეობს აი რაც არა განათლების სისტემა თავის აი ნახე ერთ ამბავს გეტყვით ნამდვილს ახლა ვისაც სალამ შემაგირებენ ერთ გადაამოწმეთ ეგრე კარტ ცხოვრებაში წერეთ ყურს ვარ გეტყვით ეც მოკლედ ეს მონღოლები რო შემოვიდნენ ჩვენ ქართველები დავითულოს ხელმძღვანელობით კაი 90000 კაცი ყავდა წაყვადნენ ესეთულიანიკა იბრძვის არაბეთს სხვადასხვა ბაღდადი ქართველებმა აიღეს ქართველების არმია ასე ვთქვათ მონღოლეთის არმიაში ეხლა მონღოლები შემოგწოს არ მოგწოს შეაგინებ არ შეაგინებ ჩვენი რა სიტყვის ეს ეგრეთ წოდებული წერალი ომი იცოდენ ახლა ნუ ომი იცოდენ ახლა იძახე ხა ჟანგიანი ის არის კონდაო მაგრამ იცოდა 200 მეტრაზე იცოდა 300 მეტრაზე და ამბავია რომ იქ მეორე ნიკი არაბები რო იბრძვიან და მამლუქები ესენა იმათმა შემოუტყეს მონღოლები და დაიხიეს უკან არ შეუულიათ ომი და დავითულო ამბობს მაგარ სიტყვებს და ძალიან ხშირად გამოიყენება ეს დამამთავრებელი ნუ დადახე წამტაც არა რატო გეუბნები მნიშვნელოვანია ჩვენს როგორ ხდება აი ჩანაცვლება ლოგიკაში რა არის რაღაცას რო ჩაგიდაცვლებენ სხვა რაღაცა მოგაჩვენებენ და ეს ხდება რომ აი ჩვენი ვაჟკაცობის სიმბოლო და დავითულომ არ დავიწყებ ის გაჯაში ომს რომ ზებრად არა არც წესი ჩვენ ქართველთა უკეთო ვიხილოთ მტერი ჩვენ კერძო მომავალი და ზურგი ვაქციოთ და აი აქ უნდა ვიომოთო ჩვენ მონღოლები წროს ბრძანები შეუსრულეს სიკვდილით იჯებოდა და დარჩნენ ესენ და მონღოლებმა დაიხიეს უკვე ამათმა იომეს და იმის არ იყოს მოიგეს ის ომი მოვიდნენ მონღოლები და მონღოლი ეუბნება სიტყვას ერთ რაღაც ხო უნდა იცოდეთ ჯამთაბდარი თქვენ ქართველნი ყოვლისა საქმისა უმეცარდი ხარო ამას იმიტომ რომ რას შეეტენე და რას ეს არ არის სიმამაცე და სხვადასხვა ჩვენთან რო ყვებიან პირველ ნაწილში 300-ის პარტელი კი ბატონო ესე იყო აღზრდილი მაგრამ თვითმკვლელობისთვის კი არ დარჩა იქ საბერძნეთი გადაარჩინა ის რამდენიმე დღე რომ მოიგო და ამ აზრით უნდა უმოვდე და ჩვენ მიზანი რა შეიძლება და ყოფილიყო მთელ ამ სიტუაციაში რომ ამბავი ვქნა თან აბა ერთი კითხვა აი ვაკას ვეკითხები ესტონეთი ასია თუ ისე იმისი არ იყოს ხო იცი შოტირის გურული ბავში და მე პერანგი გამეხაო და მაგით ვტირი ვარო და მე რა უკაცო ერეკლესო ჯაჭვის პერანგი გაეხაო და შენ იმას კი ხონდა მეორეო და ესტონეთს შენ კეიცი და კიდე ერთხელ მითხარი ხო იცავს ეს ევროპის პა როგორიც არის ასე თუ ისე ნატოს ფარი ხო იცავს და ხო ჯერჯერობით ამას რუსეთი წითელ ხაზზე არ გადადის ლატვიასაც ხო იცავს ლიტვასაც იცავს ხო სწორი ფინეთიც სასწრაფოდ მიიღეს უცებ ეს ბულკივით ფინეთი უცებ გააქადეს და უთხრეს აქანა სიტუაცია. ერთი მაინტერესებს ეგეთი სიტუაცია ჩვენი დამცველი ვინ არის ამ სიტუაციაში და მე ამ კითხვას ვამხობე ოფშიც ვიყავი იქაც ვის ეხლა ხო რეალობას უყურებთ ხო? აი უბანშიც რო ხო არ წერია ხო გიჩხუბია და ხო უნდა იცოდე ვინ მოგეხმარება და ვინ არ მოგეხმარება. არის და მიუხედავად ეს თამაშები ხო ბევრი არის აი სიმულაციები და ასე შემდეგ. მოკლედ არის გათვლილი რაღაც სხვადასხვა სცენარები იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთი ესმის თავს ამ ბალტიისპირეთს ესე იგი მაქსიმუმ ამათ შეუძლია დააკავონ 2 კვირის განმავლობაში. ბალტიისპირელებს? ხო, ანუ ნებისმიერ ქვეყანას ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას 2 კვირა არის მაქსიმალური ესეთი ვადა და რაც თავარია ყველაზე აქ სახალისო რამდენად არის. მოკლედ ნატოს შეუძლია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ ხუთე მუხლის თანახმად. 3 კვირის ან 1 თვის თავზე. ანუ ეს ოკუპაცია შეიძლება განხორციელდეს და კიდევ ის ნატოს არ იყოს მიღებული. არ კონდეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ აი 2008 წელთან დაკავშირებით ის გამახსენდა. ეს სანქციები ხო არ მიუღია და მეტიც 2009 წელს დაიწყეს გადაწყვეტვის პოლიტიკა რუსეთთან და მახსოვს ხილარი დემონსტრაცია ხო არ გახსოვს მოსკოვში შემთხვევით. მე 9 მაისის. იგი მიიღო ეგეც. 9 მაისზე იყო ხო კი ესეთი რაღაცა ჩვენ მაშინ არაუშავს არის ხო ვაკა შენ და გარტკივა კაცო რაღაცა მიდი რა მოკლედ ეგეთი თემა და აღარ გეუბნები დაცინვებზე და იმა მოკლედ თემა რა შეეცი რომ იმედია ვიღაც ნიშნი მოვ ეხლა იწყება საბოლოო ჯამში სადაც მივდივართ ახალი ჩვენი ვიქნებით მთავარ მაგიდასთან სადაც ეს ამბავი წყდება ხო მაგრამ ჩვენ თემა ჩვენ ტვინი თუ არ გავანძრიეთ ახალი მსოფლიო წესრიგში
ესე იგი არ ნიშნავს, რომ სადაც დავინახავთ, ესე ვთქვათ, მონღოლები რომ ბაღდადის აღებას აპირებენ, მოკლედ აუცილებელი არ არის, რომ ჩვენ პირველები შევარდეთ. შედი მეორე რა. სულ შეხვალ. სულ შეხვალ ჯერეთ. მივხვდი ხო ეს წუთი მოყვან. ესეთი ამბავია. ნუ გარღვევად პირველი ალბათ შეგვიძლია რა თქმა უნდა ჩავთვალოთ ალბათ ის საკითხი, რომ ნუ რეალიზმის დაბრუნება მოხდა, ესე ვთქვათ. ხო, ანუ ვიდრე ტრამპი მოვიდოდა და ვიდრე ტრამპი ამ საქმეს დაიწყებდა, ამ პროცესს დაიწყებდა, თემა იყო, რომ აი ეს რაღაც იდეალისტური სურათი, რომ იქითკენ არიან ბოროტები და კეთილებმა თუ არ მოიგეს სამყარო, ჩამოიქცევა და ამბავი, მთელი ამბავი. მოვიდა ეს კაცი თქვა, რომ ეგრე არ არის, სურათი ეგრე არ არის, სამყარო ეგრე არ ჩანს, სამყარო სხვანაირია. იმას თავისი ინტერესი აქვს, ნატოს თემა რეალისტურია და არ უნდა გვექნა, შეცდომა იყო, პროქსიომია, რუბიოს სიტყვები, ასე შემდეგ. ანუ რეალური სურათი დააბრუნა დღის წესრიგში, რაც პრინციპში შეიძლება ითქვას ბოლო 30 წლის განმავლობაში არ არსებობდა. ანუ დასავლური აღქმა, რომელიც თავს მოხვეული იყო სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის ჩვენზე მაგალითად ასე შემდეგ, სხვებზეც, იყო იდეალისტური. რომ აი არსებობს რაღაც ესე ლიბერალური იდეა, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს, რომელიც უკვე გაიმარჯვა უბრალოდ უკვე ამას თემიდან გამომდინარე რაღაცა და აი მოვიდა ეს კაცი და თქვა რომ ეგ დამთავრდა ეგ მომენტი, აი რეალური სამყარო არის ესეთი. რეალური სამყაროს ჩვენ გვაქვს არქტიკაში თანამშრომლობის ინტერესი, იქა ეს უკრაინა რა ვქნათ? შეეწირა ამ იდეალისტურ სურათებს, შეეწირა ეს უკრაინა და ეხლა რეალობა უნდა აღიაროს და ალბათ შეიძლება მთავარი გარღვევა ეგ არის, მაგრამ ეხლა როგორ რაღაც კითხვა მინდა, ნახე რომ ტრამპი ამ ყველაფერში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შეზღუდული დროში არის ტრამპი. იმიტომ რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში იქ ისეთ საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყება, შუალედური არჩევნების, რამაც შეიძლება ორივე პალატა წააგებინოს თუ არ ექნება რეალური ხელშესახები შედეგები, ხო? და თან რა არის, რომ ევროპა კი არის სუსტი, მაგრამ აი რაღაცა ეხლა საუბრობენ იმაზე, რომ აი რუმინეთში ტრამპს მაინც წინააღმდეგობა გაუწიეს, AfD-ს არ მოაგებინეს, აი რაღაც ასე შემდეგ, ხო? იქ ორბანს პრობლემები აქვს შიგნით, რაღაც ოპოზიცია არსებობს, რომელსაც ევროპელები სერიოზულად ხარს უჭერენ და ასე შემდეგ. ეს ევროპული ელიტა, ესე ვთქვათ, ხო? და ამ ევროპული ელიტის მთავარი, ასე ვთქვათ, მთავარი მოკავშირე არის ამერიკული ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ისტაბლიშმენტი და არა მხოლოდ დემოკრატიული, ხო? შიგნითაც კი არიან ადამიანები, რომლებიც ყოფენ ტრამპის ადმინისტრაციასაც კი ყოფენ გლობალისტებად და ასე ვთქვათ, უფრო ტრამპისტებად, უფრო კონსერვატიულ ჯგუფებად, ხო? რუბიოც კი მოიაზრება, რომ გლობალისტების ბანაკშია. და საინტერესო იყო, რომ აი სტამბოლში შეხვედრისას რუბიოსთან ერთად იყო ლინცი გრემი, რომელიც აი ესეთი ის იყო, ხო, უკრაინის ომის ესეთი მხარდამჭერი და ასე შემდეგ, ხო? და სავარაუდოდ მის პოლიტიკაში არც არაფერი შეცვლილა გარდა 1-2 განცხადებისა. ანუ რა მდგომარეობა ახლა ეს ტრამპისთვის რა, ანუ ყველაზე რთულ ვითარებას შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერში ტრამპია. პუტინი თამაშში შეყვა, დრო გაიწელება, იომებს, იმას იზავს, ამას იზავს, რაღაც თემებს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბოლოს მაინც ტრამპია, ხო? ტრამპს ამ არჩევნებში კი არა. ტრამპს და ტრამპი ხო არ არის მხოლოდ არის არასისტემური, როგორც ცელდება პოლიტიკოსი, რომელიც ამ თავისი მაგათი ცდილობს ძირეულ გადატვირთვას, ხო, პოლიტიკის. ამას არ იყოფა არც 2, არც 4 წელი. ამიტომ არ არის შეფთხოვითი არ არის, როდის ლაპარაკობს, რომ ხო არ მესამედ კიდე ხო არ მექნა, ხო? ამიტომაც არის საუბარი აქ ჯი.დი. ვენსზე ან რუბიოზე. ანუ ამ ციკლის დასრულებას როგორც მინიმუმ შეიძლება დასჭირდეს 12 წელი, შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკურ სისტემაშიც, შეიძლება კონსტიტუცია შეიცვალოს, აქ არავინ არ იცის. აქ ყველაფრის დაშვება შესაძლებელია, ამიტომ საუბრობს იქ გრენლანდიის შეერთებაზე, კანადის ესე მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ჩასული იყო, იქაც კი თითქოს და სარკასტულად. მოკლედ ადგინათ ის 51 შტატის სტატუსი, მე მგონი ამაზე ბედნიერი კანადა არ იქნება და ასე შემდეგ. ანუ ბუნებრივია ამ შუალედურ არჩევნებს რა კი გულისხმობთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დაანახოს თავის ამომრჩეველს, მაგრამ რა დაანახოს? ამომრჩეველმა უნდა შეიგრძნოს ის, რომ
სოციალური თვითშეგრძნება ბევრად უკეთესია ვიდრე ბაიდენის დროს, მაგალითად ეს აისახა უკვე ისედაც აი ბენზინის ფასებზე მაგალითად. იქ არის პრობლემები გარკვეული სურსათთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონი ამასაც უპრობლემოდ მოაგვარებს, მით უფრო რომ უკვე პოზიტიურად რაფასდება, ეს არის მიგრაციასთან ბრძოლა. კრიმინალის მაჩვენებლები კლებულობს, მათ შორის ნიუ-იორკშიც, ანუ დიდ ქალაქებში, დიდ აგლომერაციებში. ამ მიმართულებით გააგრძელებს ალბათ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ესეთი ბრძოლა იქნება დაძაბული, მაგრამ ყველაფერი იმის საფუძვლის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ალბათ არანაირი რევანში ვერ შედგება. უბრალოდ შეუძლებელია ეს. პრინციპში ხა რაც უნდა მეთქვა, იქითკენ წახვედი უკვე შენით, მაგრამ რადგან ფინალისკენ მივდივართ, ოპტიმისტური სიტყვა თქო და რაღაც კი მიხვედი ოპტიმიზმი. ერთ სიტყვას გეტყვი რა. ამერიკაში ეხლა თანდათან ჩვენც ხო სწავლობთ რა დამოუკიდებელი რაც გავხდით. ამერიკაში გასაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამორჩევლის ცნებას, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი უკან რასაც გინდა ის დავარქვა ციხისეულ სახელმწიფოს თუ აი გავლენიანი ძალების მხარდაჭერას, ხო? და ფინანსები ეს არის. კიდე კაცმარიცის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უფრო ახდენს მით უმეტეს ის გავლენიანი ძალები შეიძლება ფინანსებს დადებენ, მერე ტელევიზია და ის მუშაობს და გინდა ტვინის გამორეცხვა დაარქვი, გინდა პროპაგანდა დაარქვი და გინდა დარწმუნება დაარქვი. შედეგი ერთი და იგივეა. ტრამპი რასაკურველია კონგრესი და სენატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ტრამპი მეორეს ხრივ ტრამპის უკან რა ძალები დგას, აი ტრამპის ცვრავობენ, ეს ახლა რაც ვაკავთ, ეს საკმაოდ გრძელვადიანი გეგმებით არის მოსული, არ არის ესე შევთხოვით მოსული, ეს ყველამ კარგად იცოდა ტრამპი ვინც იყო, ბაიდენიც ვინ იყო, ეგეც კარგად იცოდნენ, რასაკურველია შიგნით სერიოზული დაპირისპირება იყო და ეხლა ეს ხდება ნაბიჯ ხდება მისი პოზიციების მოპოვება კი ბატონო ის არ ხდება რუმინეთში, მაგრამ სამაგერო ძალიან აიწია ვიდრე ეს იყო და აიწია ევროპაშიც იმაც ხდება უკვე მეორე სიღრმისეული აღარ მინდა შევიდება რა მეორე სიღრმისეული სახელმწიფოს გაკეთება კიდე რომელიც ცენტრი იქნება ამაში და ტრამპს მეორე გახსნილი აქ ამიტომაც ჯორო თავიდან დავიწყოთ ის პატარა არ იქნება დიდი წარმატება იქნება და პუტინმა იცის რაშიც უჭერს იმას მხარს და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და სწორედ რო იცოდე პირველი დამექნება ამას დამიზნებული სენატზე კონგრესზე იქნება დამიზნებული და ნუ ოპტიმისტურია თუ არ არის ოპტიმისტური მე ესე მგონია რომ ეს საკმაოდ კარგად მიდის ჯერ წინ მე ესე მგონია თორე ჩემი მხარდაჭერა ხა მაგას მე მგონი არ დაუშვებენ ამას და ძალიან ისე მიდიან და უკვე ეგ იქნება რომ ძელვადიანზე აქვს დათვლი უკვე შემდეგ პრეზიდენტზე ფიქრობენ მამ შვენივრად იცის და ეს ერთი გუნდია მოსული ტრამპი არ არის ესე რომ მარტო ტრამპი ერთია და ელიტები შეთანხმება ხო ეს არ არის ისე რომ რაღაც ანტისისტემური რაღაც იქ არის უკვე როგორც სტრატეგიული ხედვა იმისა თუ როგორი აქ აიტყვის ოპტიმისტურს ვანავიტყვით ჩვენ სწორედ დღე და ღამე უნდა უყუროთ სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, იმიტომ დიდი აისბერგები დადიან და ესე იგი ჩვენ ნავით ვართ, კარგი ნავით ვართ და აუცილებელი არის გმირობა რომ პირველი აისბერგს რო დავინახავთ პირდაპირ ესე იგი დავეტაკოთ იმას აქვს მაგას ყინულმჭრელებიც ერიდებიან. კი ბატონო აბა გითხარი ოპტიმისტური რა შეეხება ევროპას რომ დავგვთავროთ მე მესიჯებს შეტყობინებებს ხო ისვრიან ხო რუმინეთთან დაკავშირებით თქვენ რომ ეს რა არის ბოლოს და ბოლოს რას დაამსგავსეთ ეს სისტემა არავინ არ ჩაერევა ხა შიდა საქმეებში მაგრამ კონტროლი ეკონომიკური რესურსებზე ენერგეტიკაზე შეინარჩუნებენ ამას და გარდაუვალია ევროპაში ის ხო თქვი ჩვენ რომ თუ ესე იგი ის მართლაც აპირებს პოლიტიკურ სუბიექტად ქცევაში შენ სამხედრო კომპონენტის გარეშე ამას ვერ გააკეთებ ამდენად ველოდებით გაძლიერებულ ავტორიტარულ ტენდენციებს ევროპაში პოლიტიკურ სისტემაზე გადახედვას ნაციონალისტური აი ამ რიტორიკის გაძლიერებას და აქაც ბევრი რამ შეიძლება პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით ჩვენ კი ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით რა მომთავრეთ გადაცემა არა ჩვენ კიდე ჩვენ არა ამდენად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ ხო ამ დოგმებს რაღაცა ეს იდიოტური საუბარი ევროატლანტიკურ ღირებულებებზე ჩრდილოატლანტიკურ ღირებულებებზე რაღაც ღირებულებებზე აღარ არის ეს ერთიანი ღირებულებები სოფლიო დაიყოფა რამდენიმე მაკროზონაზე ამიტომაც ამბობს ზე სახელმწიფო სტატუსზე უარს ამერიკა და ამას არც უარყოფს ხო აი ის რომ ძველი წესრიგი მოკვდა ერთიც სადაც ერთი ზე სახელმწიფო იყო ხო ეს აღარ იქნება
იქნება მაგალითად იქ პირობითად ამერიკული ზონა, სადაც არის ჩრდილოეთ ამერიკა და ის მონროს დოქტრინის უკვე მოდერნიზირებული მონროს დოქტრინის დაბრუნება, აქეთ არის ჩინეთი, აქეთ რუსეთი შეცდება თავის რაღაც პერიმეტრზე შექმნას და შესაბამისად სხვა ქვეყნები იქ როგორიც არის მაგალითად ინდოეთი შეცდება ასევე მოაგვაროს ამ თავის მიკრორეგიონში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თავის რეგიონში, ბრაზილია სამხრეთ ამერიკაში და აი ეს სამყაროში მოგვიწევს ყოფნა. კი ბატონო. მადლობა მეგობრებო, დღევანდელი პოდკასტისთვის სტუმრობისთვის ხალხია და გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში. კარგად იყავით.